ადამიანის ფსიქიკური ექსისტენცია ხა სათაური რაც ავირჩიე ლექციის პრინციპში არაფერი განსხვავებული არ არის ალბათ ხო ხშირად ვსაუბრობ ამაზე რომ მთელი ჩვენი არსებობა არის ფსიქიკური ექსისტენცია მაგრამ დღეს მინდა რომ უფრო კონკრეტულად იმიტომ რომ არის თემები საუბრობ ადამიანი და შემდგომში შეკითხვები მოდის აბსოლუტურად იგივე რასაც საუბრობ და აი დაახლოებით შიშებზე მაქვს 3 ან 4 ლექცია და მაინც ამ შიშებს შეეხო არ ვიცი ან ნუ ალბათ რთულია გაგება ვერ ვიტყვი რომ არ უსმენენ ალბათ უსმენენ ხო ალბათ გაგება რთულია და ამიტომ ხშირად უბრუნდები ერთი და იგივეს ფანჯრებს თუ არ დახურავთ აი ვერ გაიგებთ რა იქ ფერბურს თამაშობენ განხუჭელი ხო ეს იყოს ხო არ ვიცი გიფიქრეთ თუ არა როგორ მიდის რეალურად ცხოვრება ჩვენი ცხოვრება თქვენი ცხოვრება აი როგორ მიდის ცხოვრება წვრილმანებში აი ყოველდღიურ წვრილმანებში აკვირდებით თუ არა ამას აი როდესაც რეფლექსიაზე ვსაუბრობ რეფლექსია არის სწორედ ეს ყოველ წვრილმანში დააკვირდე რეალურად როგორია შენი ცხოვრება აი მე მაგალითად ესეთი რამ შემოვთხოვ ამას წინათ რაღაცამ გამახსენა არ ვიცი რაღაც მომენტმა გამახსენდა მოკლედ საბავშვო ბაღის პერიოდი ჩემი და ბავშვობაში როდესაც მე საბავშვო ბაღში დავდიოდი ცხოვრობდით მე-9 სართულზე მაგრამ ეს იყო დაახლოებით 5 წლის ასაკში მის მერე აღარ და გუშინ დამემართა ესეთი რამ გამახსენდა რა არ ვიცი რამ გამახსენდა საბავშვო ბაღი მოვდიოდი სახლში და შევედი ლიფტში და ინსტინქტურად დავაჭირე მე-9 სართულს და წავედი. აი ისეთი რაღაც ამოვიდა გონებაში, რაც პრინციპში არც ახლა არ მახსოვს. აი ეს რატო გიყვებით ამ წვრილმანს? აი თუ აკვირდებით როგორ მიდის თქვენს გონებაში თქვენი ცხოვრება, ანუ რეალობა, მაგალითად ერთხელ ცხოვრებაში ნახე ადამიანი, ერთხელ მოხდა მოვლენა. აი მე მაგალითად 15-დან 17 წლამდე ერთი ადამიანი მიყვარდა. მის მერე გავიდა 23 წელი. აი ეს ადამიანი სულ 3 წელი ჰქონდა ურთიერთობა, ანუ ორივე ძალიან ახალგაზრდები ვიყავით და 23 წელი ეს ადამიანი არ მინახია, მაგრამ 23 წელი ამ ადამიანზე ვფიქრობ და 23 წელი ეს ადამიანი აგრძელებს ჩემს გონებაში არსებობას. და საინტერესო ის არის, რომ შეიძლება არასოდეს აღარ ვნახო მე ეს ადამიანი. აი ასეთ რამებს თუ უკვირდებით საკუთარ გონებაში, ხშირად მოვლენები, რომლებიც დასრულებულია აღარასოდეს აღარ განმეორდება რა მასშტაბებით აგრძელებს თქვენს გონებაში ცხოვრებას. აი ამას თუ დააკვირდებით სხვათა შორის ძალიან სერიოზულ გაცნობიერების პროცესამდე მიგიყვანთ. სწორედ ეს აქედან ვასკვნით, რომ ჩვენი ცხოვრება თავიდან ბოლომდე ეს არის ფსიქიკური არსებობა. არა ის თუ რა მოვლენა მოხდა დღეს მაგალითად შეხვდით ვიღაცას და აწყენინეთ ან გაწყენინათ ან პირიქით ძალიან კარგი საღამო გაატარეთ და რამდენი ხანი შეიძლება გონება მიტრიალოს ამის ირგვლივ, რამდენი ხანი შეიძლება იფანტაზიოროს გონებამ ამის ირგვლივ, რამდენი დრო შეიძლება გონებამ წაგართვათ ამ მოვლენის ირგვლივ, სანამ ნუ რა ვიცი, თავს არ ამოწურავს, ხშირად აღწურავს თავს და ხშირად გრძელდება და არის აი 40 წლის ადამიანი, 30 წლის ადამიანი, ხშირად დარჩენილი 15 წლის ასაკში, 20 წლის ასაკში 25 წლის ასაკში, რაც იწვევს სხვათა შორის ძალიან სერიოზულ ფსიქიკურ პრობლემებს, შემდგომში უკვე ნერვოზებს, რასაც ვეძახით და სხვადასხვა გამოვლენებებს. საინტერესოა ზოგადად ჩვენი ცხოვრება, რა ჩვენი ცხოვრება რაღაცით მრავალმხრივ დაქსაქსული ადამიანები ვართ რა ხშირად რამდენი მოვლენა ცხოვრობს, რამდენი მოგონება ცხოვრობს, იმდენი პიროვნება ხარ, რომელიღაც ასაკში დარჩენილი, იქიდან იხედები, ანუ საიდან ვფიქრობთ, რომ ის იქიდან იხედები, ანუ გმართავს ის ნეგატიური და ის პოზიტიური შთაბეჭდილებები და ხშირად აბა დააკვირდით, რამდენად ძლიერია ეს ყველაფერი, რომ თქვენს დღევანდელ ცხოვრებასაც კი მართავს. კლასელი, რომელიც თქვენ შეიძლება 15 წელი აღარ გინახავთ, დღესაც მის გახსენებაზე შეიძლება განეწყოთ ძალიან ნეგატიურად.
ნუ პოზიტივზე არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ პოზიტივი არ გვიშლის ხელს ცხოვრებაში, თუ ახლა არ ითხოვს ადამიანი მუდმივად სიამოვნების განმეორებას და ესეც სამწუხაროდ გონება ძალიან უცნაური სტრუქტურაა, მუდმივად ატრიალებს ერთ მომენტს, რასაც დაარქმევს მაგალითად სიამოვნებას და მე მთელი ცხოვრება ყველაფერს მას ადარებს. აი ესეთი პროცესები მიდის გონებაში. და ეს მთელი ცხოვრება შედგება წუთებისგან, წამებისგან, საათებისგან. ეს არის ის ერთი უძვირფასესი ცხოვრება, რაც ჩვენ გვაქვს მოცემული. და ხშირად ეს ნახევარი ცხოვრება გადის რაღაც მოვლენასთან ჭიდილში. მოვლენა, გნებავთ პიროვნება, გნებავთ შთაბეჭდილება, რომელმაც გაიარა თქვენ ცხოვრებაში, ის აღარასოდეს აღარ განმეორდება. პრაქტიკულად აღარც ის ადამიანები, აღარც ის გარემო, აღარც ის ქალაქი შეიძლება აღარც ის სახლი აღარ იყოს ისეთი როგორიც იყო, მაგრამ გონებაში ყველაფერი ისევ ისე ჩერდება, ისევ ისეა გაჩერებული, თითქოს გონებაში აი ეს ყველაფერი იყინება და ადამიანი ტრიალებს. ეს რა თქმა უნდა ადამიანს აძლევს, ართმევს შესაძლებლობას საკუთარი რეალური ცხოვრებით იცხოვროს. აი, რასაც აწმყოს ეძახიან, ეს არის ადამიანის რეალური ცხოვრება. და რეალური ცხოვრება არის ესეთი, ის უბრალოდ არის ცხოვრება და მეტი არაფერი. ის არც კარგია, ის არც ცუდია, ის არც ბედნიერია, ის არც უბედურია. ყველაფერი აი შეფასების კრიტერიუმი მოდის ჩვენი წარსულიდან, აი რაღაც იმ მომენტიდან, სადაც გონება დარჩა. და მე ხშირად ვსაუბრობ, რომ აი ეს ყველაფერი რატო დადგა ფსიქოანალიზი ბავშვობაზე, ხო? ბავშვობა არის ისეთი პერიოდი, როდესაც ყველაფერი ძალიან იბეჭდება ადამიანის მეხსიერებაში, ადამიანის ცნობიერებაში და ყველაზე ძლიერი ეს არის ბავშვობის დროინდელი შთაბეჭდილებები და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ყველაზე ძლიერია ის მიღებული სტერეოტიპები, რასაც ჩვენ ბავშვობაში გვაძლევენ. იდეალები, გნებავთ იდენტობები, გნებავთ რაღაცა ესეთი იდეოლოგიების სახით მიღებული, ხო? გამორთეთ რა ტელეფონები. და აი ძალიან რთულია, აი რომ დაუკვირდებით, მე მთელი ცხოვრება არის ქაოსი და დრამა. აი მთელი ჩვენი ცხოვრება ეს არის ერთი დიდი ტრაგედია. და ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ გავერკვეთ ამ ტრაგედიაში. ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ გავერკვეთ იმაში, რასაც ქვია ჩვენი ცხოვრება. და ეს საინტერესოა, ბოლოს ხვდები, რომ ერთადერთი გასაღები ისევ შენ საკუთარ გონებაში უნდა არსებობდეს, სხვაგან არსად. სადაც არის გადაჯაჭვული მოვლენები ერთმანეთზე, ანუ წარსული სრულიად ეს შეუცნობელი, გაუცნობიერებელი, ხშირ შემთხვევაში დაუსრულებელი. ეს დაუსრულებელი წარსული, რომიცოდეთ ძალიან სერიოზულ ნეგატიურ გავლენას ახდენს შემდგომში ადამიანზე და აი ეს ფსიქოანალიზის პროცესი, გნებავთ აღმოსავლური მედიტაცია, ეს არის სწორედ წარსულის ყველა მოვლენის დასრულება. ის რაც დასრულდება, ის კარგავს თავის ენერგიას და უბრალოდ ქრება არა ამნეზიის სახით, უბრალოდ აღარ არის საინტერესო გონებაში. ეხლა წარმოიდგინეთ, რაც ასაკი გემატებათ, რამდენი ესეთი მოვლენა იჭრება თქვენ ცხოვრებაში, რა თქვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან გამომდინარე, ხო? რამდენი ესეთი ნეგატიური თუ პოზიტიური შთაბეჭდილება, რომელსაც გონება არქმევს ნეგატიურს და პოზიტიურს, რამდენი რამ რჩება თქვენს გონებაში ხელუხლებლად და თქვენ უცებ 30 წლის ასაკში აღმოაჩენთ, რომ ცხოვრება ქაოსია, რომ არაფერი აღარ მოგწონთ, არაფერი აღარ გიყვართ. მეტა ვიცოდი რატომ მოდის ეს ხალხი ლექციებზე რა. ეს ძალიან ქაოსური დღეა. ხო და აი ძალიან საინტერესო მიდის პროცესი და საბოლოო ჯამში აი ადამიანი, რომელსაც რეფლექსია ის ხდება, რომ მთელი პროცესები მის გონებაში მიდის. ანუ გარეთ არ არსებობს არანაირი ცხოვრება. თქვენს გარეთ არსებობს მხოლოდ ესე ვთქვათ მოვლენები, რომელიც პროვოცირებას უკეთებს თქვენს სასიცოცხლო ენერგიას, რათა ის პროეცირდეს რაღაცაზე. ანუ მეორე ადამიანი მოვლენები არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ პროეცირება გაუკეთოს რაღაცას, რაც თქვენშია, ეს ირაციონალური მოტივები გადმოვიდეს, პროეცირდეს და დაიწყოს ადამიანმა თავის ისტორია.
და აქედან გამომდინარე, რამდენად ეს პარადოქსულად არ უნდა მოგეჩვენოთ, არაფრის არიდება სინამდვილეში რა ჩვენ რის გაცნობიერებასაც ვსაუბრობთ, ხო? ეს მოვლენები აუცილებლად უნდა მომხდარიყო. ყველა მოვლენა, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში და რაც მოხდება ჩვენს ცხოვრებაში, ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო. ის ადამიანები აუცილებლად უნდა დამდგარიყვნენ თქვენს გზაზე, რომლებიც დადგნენ. იმიტომ რომ ამ ყველაფერს მხოლოდ ერთადერთი მიზეზია გამოიტანოს გარეთ ის რაღაც ირაციონალური მოტივები, რაც თქვენშია, რომ თქვენ შედგეთ როგორც ადამიანი. ეხლა შეკითხვები არის ხშირად აი უფრო ინფანტილურ ტიპებს ახასიათებთ ეს პროტესტები ღმერთთან, პროტესტები ცხოვრებასთან, კანონზომიერებასთან. ანუ აპროტესტე და იყავი რამდენიც გინდა. აი ეს არავის არ აინტერესებს არც ამ სამყაროში, არც ერთ სამყაროში. ფაქტია რომ არ ჩენი წუწუნი არავის არ აინტერესებს, არ ჩენი სიხარული არავის არ აინტერესებს, შენ დაიბადე, შენ დადეკი შენს ცხოვრებასთან მარტო და ეხლა კეთილი ინება და შენი ცხოვრება უნდა გაიარო. და აი როგორ გაივლით ამ ცხოვრებას, ეს არის აბსოლუტურად დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მუშაობს თქვენი გონება და რამდენად გარკვეული ხართ იმაში, რომ თქვენ რეალურად ხართ აბსოლუტურად ფსიქიკური არსება და სხეული ეს რაღაცა ფიზიკური შეგრძნებები, ეს არის კავშირში ყველაფერი აბსოლუტურად გონებასთან. და რომ სამყარო ზუსტად ისეთია, როგორცაც მას თქვენი გონება ხედავს. და როდესაც საუბრობთ ხოლმე ეს მამრდაშვილის ფრაზა იყო ესეთი რომ ტერი ეს არის ჩემი განსხეულებული უზრუნველება, ну რთულია, ძალიან რთულია რომ იცოდეთ ამ ფრაზებს ჩაწვდე ადამიანი. ეხლა მამრდაშვილი ყველა მიცის რომ ძალიან დიდი მასშტაბის მოაზროვნა იყო და ყველა ციტირებს მისი ფრაზებით, მაგრამ მამრდაშვილის აზროვნებას რომ ჩაწვდე ძალიან მომზადებული ცნობიერება უნდა ქონდეს, რომ ძალიან მაღალი სივრციდან საუბრობდა ეს ადამიანი. და მე მესმის ის გაუგებრობები შემდგომში უკვე კომენტარების სახით რაც მოდის ხოლმე და გოგონამ დაწერა ესეთი რამე რომ მაშინ რა გამოდისო რომ ჰიტლერი იყო ფროიდის უძლურებაო. ანუ აქ ჰიტლერზე და ფროიდზე არ იყო საუბარი, მაგრამ ჰიტლერი ნამდვილად იყო გერმანელი ერის უძლურების სახე. აი სწორედ ეს არის პროეცირებული ძალადობა. შემთხვევით არაფერი არ იქნება. რაიმე, როდესაც ფრომზე მქონდა ხოლმე ლექციები, ძალიან ბევრს საუბრობდი ამ თემაზე. ფრომს ჰქონდა ძალიან სერიოზული კვლევები, როდესაც სოციალურ ფსიქოლოგიაზე მუშაობდა, რომ სინამდვილეში ყოველ ინდივიდზეა დამოკიდებული შემდგომში ომი იქნება თუ არა, სამყარო როგორ იქნება, სწორედ ისეთი ინდივიდებზე როგორც ჩვენ ვართ. უბრალოდ 2 და 3 ინდივიდი ბუნებრივია ამინც ვერ შეცვლის, მაგრამ მასიურად, როდესაც დაიწყებს ადამიანი გამოგვიძებას, როდესაც ადამიანი გააცნობიერებს, რომ ის არის სამართავი მანქანა ვიღაცის ხელში და მას მართავენ იდეოლოგიის საშუალებით და იდეოლოგია შეყავთ სად? გონებაში, ხო? როგორ მოახერხეს დიდმა იმპერიებმა არსებობმა, რომლებიც იდეოლოგიაზე იდგნენ. მარტო მე-20 საუკუნეში 2 ესეთი უდიდესი იმპერია იყო, ხო, ნაცისტების და კომუნისტების სახით. როგორ მოახერხეს მილიონობით ადამიანის ჩაბმა მარაზმში? მხოლოდ და მხოლოდ იდეოლოგიის ცალკე თქვენ ყველას გონიათ, რომ თქვენ არ ხართ მოძალადე, თქვენ არ იქნებით მოძალადე, თქვენ არ ჩაიდენთ იმას, რასაც ეხლა თქვენ უყურებთ ტელევიზორში ხშირად ძალიან არასესიამოვნო კადრებს, მაგრამ აღმოჩნდებით ფაქტის წინაშე უცებ აირევა სიტუაცია, უცებ გააქტიურდება კოლექტიური არაცნობიერი და თქვენ ვერც კი მოასწრებთ გაცნობიერებას, როგორ აღმოჩნდებით ავტომატით ხელში და იარაღით ხელში. და შემდეგ იწყება გამართლება, რა თქმა უნდა, სამშობლო, ღმერთი, პატრიოტიზმი, დედა, მამა, სამშობლო, მიწა, სახლი, ვიცავ, რა თქმა უნდა, ხო? აი სწორედ ამ ყველაფრის ილუზიაზეა, იცით, ეს თუ კარგად გააცნობიერეთ, აქედან იწყება ადამიანის ინდივიდად ქცევა, აქედან იწყება ინდივიდუალიზმის პროცესი და აქედან იწყება ისეთი ადამიანის აშენება, ჩვენ რასაც დღეს უკვე სამოქალაქო საზოგადოებას ვეძახით. რა არის სამოქალაქო საზოგადოება? ეს არის ნაკრები ძალიან დაბადებული, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიურად დაბადებული ადამიანების რა და ესე არ ხდება. სამოქალაქო საზოგადოებად ვერ ჩამოყალიბდები უბრალოდ ლოზუნგი, რომ არა ჰომოფობიას, არა ძალადობას, არა ქალებზე ძალადობას. ეს არ არის ინდივიდუალიზმი. ინდივიდუალიზმი არის საკუთარ თავში აღმოაჩინო ძალადობის ფესვები. ინდივიდუალიზმი არის საკუთარ თავში აღმოაჩინო ყოველგვარი სიმახინჯის ფესვები, სიმახინჯე, რომლის პროექციასაც შემდგომში სხვა ადამიანს აკეთებთ და, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივია ბრძოლას სიმახინჯის სხვა ადამიანში და ძალიან რთულია ამ ყველაფრის საკუთარ
თავში აღმოჩენა და საკუთარ თავში დანახვა. ურთულესი გზა, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება მოკვდე, შეიძლება 100 ჯერ დაიბადო და მოკვდე ადამიანი, გეგონოს რომ რაღაც გააცნობიერო, მაგრამ რეალურად ვერაფერს ვერ აცნობიერებ. და კარგად გაჩვენებთ ამას, როდესაც აღმოაჩენთ, რომ მხარე გახდეთ ისეთ კონფლიქტში, სადაც რეალურად თქვენ არ გიხებათ არაფერი. მხარე გახდეთ რომელიღაც სატელევიზიო შოუში, რომელიც თქვენ უბრალოდ მაყურებელი ხართ, მხარე ხართ რომელიღაც ფილმის გმირებთან მიმართებაში. ეს ძალიან საინტერესო მომენტებია, სხვადასხვა აი მთელი ჩვენი ცხოვრება გადის ესე სოციალურ ქსელებთან ურთიერთობა, რაღაცა პოსტები, ტელევიზია, კინო, ფილმები, შოუები. იცით რა კარგი მასალაა რეფლექსიისთვის, აბა დააკვირდით, ვის მხარეს იხრებით. და მე ამაზე იფიქრე, რატომ იხრებით თქვენთვის ორი სრულიად უცნობი ადამიანიდან ერთის მხარეს და არ იხრებით მეორის მხარეს. რატომ ხართ ხშირად მზად იომოთ, ანუ იბრძოლოთ განსხვავებული აზრის გამო, ებრძოლოთ ადამიანს, რატომ ხართ ხშირად მზად შეურაცხყოფა მიაყენოთ ადამიანს იმ აზრისთვის, რომელიც დაუშვათ თქვენი არ არის, თქვენგან განსხვავებულია. ეს ხო მხოლოდ აზრია და მეტი არაფერი. თქვენი აზრიც აზრია, თქვენი ოპონენტის აზრიც აზრია და ჭეშმარიტებასთან ამას არავითარი საერთო არ აქვს. ეს არის ჩვენი ცხოვრება, ყოველდღიური ცხოვრება, რითაც ჩვენ ვქმნით საკუთარ ცხოვრებას და საკუთარ პიროვნებას. მაგრამ ის თუ რატომ ხდება, რატომ ხდებით დაპირისპირებული, რატომ ომობთ, რატომ აყენებთ შეურაცხყოფას, ხო რელიგიური ადამიანი რატომ არის აგრესიული არარელიგიურის მიმართ, ათეისტი რატომ დასცემის მუდამ რელიგიურ ადამიანს. ხო ძალიან საინტერესო მომენტია. იქ სადაც დაცინოა და იქ სადაც დაპირისპირებაა, ეხა იქ არის დაბალი ცნობიერება ცალსახად. იქ ინდივიდუალიზმზე ლაპარაკი ზედმეტია. ანუ გამოდის, რომ ჩვენ მაინც ერთი იდეოლოგიას ვანაცვლებთ მეორე იდეოლოგიით და იმისთვის ვიბრძვით. ამიტომ ამბობ, რომ რეალურად სრული განთავისუფლება, რასაც ქვია, რომ იქცე სრული ინდივიდად და ყველაფერზე მაღლა დადგე. არ ვიცი, ხანდახან მგონია, რომ ეს არის ერთეულების ხვედრი, იმიტომ კი არა, რომ ისინი იბადებიან რაღაც. არა, უბრალოდ ძალიან ერთეულებში იღვიძებს ამ დონეზე სურვილი, რომ სიხარულზე და ანუ სიკეთეზე და ბოროტებაზეც მაღლა დადგეს. აი ჩვენი მოცემულობა ჯერ მაინც რა არის, იცით, შეზღუდულ ცნობიერებაში, წარუმატებლობიდან გაქცევა წარმატებისკენ. რაღაცა პროგრამის შესრულება, რაც ჩვენ ბავშვობაში ჩაგვიდეს, ანუ ცუდი დღეს თუ გვაქვს რაღაცა არ შემდგარი სასიყვარულო ურთიერთობა თუ არ შემდგარი კარიერა, განჯერა დახურეთ რა. არ შემდგარი კარიერა ამ კარიერული სვლისკენ, კარიერული აღმასვლისკენ. ანუ ჩვენი დღევანდელი ცხოვრება თავიდან ბოლომდე ეს არის ტრიალი ერთ შეზღუდულ ჩარჩოში, უბრალოდ მინუსი და პლუსისკენ. და ეს მინუსი და პლუსიც დაარქვა მხოლოდ და მხოლოდ თქვენმა გონებამ და მეტმა არავინ და არაფერმა. თქვენ თუ კარგად გესმით, ეხლა მე რასაც ვსაუბრობ, მიხვდებით, რომ ყველაფერი ილუზიაა. შავიც ილუზიაა, თეთრიც ილუზიაა, სიკეთეც ილუზიაა, ბოროტებაც, წარმატებაც ილუზიაა და წარუმატებლობაც, სიმახინჯეც ილუზიაა და სილამაზეც. აი ამის არს თუ ჩაწვდებით, ხო? ჩათვალეთ, რომ თქვენში დაიწყო აბსოლუტური სვლა ინდივიდუალიზმისკენ და თქვენ უკვე იღვიძებთ იმ რაღაცა საერთო ძილიდან, რაშიც მთელი კაცობრიობა ცხოვრობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ იცოდეთ, ეს მართავს თქვენს ხვალინდელ ცხოვრებას. სანამ ახალგაზრდები ხართ, გამოტენილია გონება ილუზიებით, მესმის, მეც გავიარე ეს პერიოდი ცხოვრებაში და თქვენ თავს დადებთ თქვენი ილუზიისთვის. ანუ თავს დადებთ, თუ შეიძლება ეს ვიღაცის ცხოვრებაში არ მოხდა, მაგრამ თქვენს ცხოვრებაში მოხდება. მაგრამ გავაწლები, თქვენს ახალგაზრდები ვინც ხართ, თქვენს დაგიდგებათ ეს წლები და მიხვდებით, რომ მთელი თქვენი ცხოვრება იყო ერთ წრეზე სიარული. ნელ-ნელა გეწურებათ უბრალოდ სასიცოცხლო ენერგია, ნელ-ნელა ის სიამოვნება და ის სიხარული, რაღაც ბავშვური კარგავს თავის ხიბლს და როგორ ხდებით დეპრესიული და დაკარგული ადამიანი და შემდეგ როგორ იწყებთ გაქცევას აქედან, ხო, მუდმივი ჩართვა გონების და გადატანა რაღაცაზე, ან სპორტით კავდები, მუდამ ან ხელოვნებით კავდები, ან პოლიტიკით კავდები, ან რელიგიით კავდები, ოღონდ კი არ დარჩე საკუთარ თავთან. საკუთარი თავი, რომელიც დაკარგე რომელიღაც ასაკში, ანუ აცილება დაიწყო რომელიღაც ასაკში და დღეს ვერც კი ხვდები, როგორ უნდა დაბრუნდე ამ ყველაფერთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემებია და მინდა რომ ამაზე იფიქროთ ხოლმე რა. ალბათ იმიტომ ხა თქვენ ძალით აქ არავის არ მოყავხართ, ბუნებრივია. აქ არც დიპლომები რიგდება, ანუ რამე სხვა დაინტერესება ამ ლექციებს არ აქვს, გარდა ერთისა, რომ მოდის ადამიანი
რომელიც თulis რომ რაღაც ისე ვერ მიდის მის ცხოვრებაში და შეცვლა უნდა. და თუ შეცვლა გინდა და თუ შემიგჯერათ ალბათ ჩემს ლექციებზე რომ მოდიხართ, მაშინ ამაზე იფიქრეთ უბრალოდ რა. ჩემს სიტყვებზე კი არ იფიქროთ, აი ის რასაც ვსაუბრობ, დააკვირდით თქვენს გონებაში, იმიტომ რომ ძალიან ინდივიდუალურად მიდის ყველა ადამიანში. დააკვირდით ყოველგვარ წვრილმანებს, დააკვირდით ელემენტარულად ფიქრი, რომელიც უცებ არ საიდან ჩდება. აი აბსოლუტურად გონიათ ხოლმე საიდან მომივიდა ეს ფიქრი, ან სიზმრებს როდესაც ყვებიან, ხო? აი არაადეკვატური ფიქრები საიდან ჩდება, რომ იცოდეთ რეალურად ყველაფერი ძალიან ადეკვატურია ამ სამყაროში. ჩვენ ვერ ვიგებთ უბრალოდ რომ ადეკვატურია, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მთელი შეუცნობელი ირაციონალური სივრცე, რომელიც თავიდან ბოლომდე მართავს ჩვენს ცხოვრებას, მართავს თქვენს იცით როგორ წვრილმანებს მართავს, იმასაც კი ქუჩაში რომ გამოდიხართ და უცებ რომ მარშრუტ შეიცვლით და წახოთ სხვა მიმართულებით, იცოდეთ რომ ამასაც თქვენი არა ცნობიერი მართავს, აბსოლუტურად ყველაფერი. ანუ ცნობიერება რეალურად ძალიან აი რაღაც ისე საშუალო ძღოლივით მუშაობს რა, აი ახალი და საჭესტარუჟდები ადამიანი და უბრალოდ წესები რო იცი და წირო ხედავ რომ არაფერს არ დაეჯახო რა, მაგრამ კრიტიკულ მომენტში რომ გამოუსწორებელ შეცდომას უშვებ დაახლოებით ჩვენი მოცემული ცნობიერება ამ დონეზე მუშაობს. გესმით და დანარჩენი ყველაფერს მართავს თქვენი არაცნობიერი. და შემდგომში მოხვდებით რაღაც წვეულებაზე, მოხვდებით რაღაც სიტუაციაში და უცებ იქცევით ისე სრულად არ გინდოდათ ესე მოქცევა. ხო, აი რამზე გქონიათ ეს სიტუაცია ცხოვრებაში, გეგმავთ რაღაცას, მიდიხართ წვეულებაზე, ინსტიტუტში, რა ვიცი, ხვდებით ან პაემანზე მიდიხართ, გეგმავთ სრულად სხვა რამეს და გამოგვით სრულად სხვა. ხო გქონიათ ესეთი მომენტები ცხოვრებაში. იცოდეთ რომ აქ სხვა არაფერი არ მომხდა რა, აქ იყო უბრალოდ თქვენი ილუზია ცნობიერების, რომ თქვენ გეგონათ რომ თქვენ ხართ ესეთი და ესეთი ტიპი, რომელიც მივა იქ და მოიქცევა ისე და ისე და რომ იცოდეთ რეალურად თქვენ ხართ სინამდვილეში ის როგორც იქცევით რეალურად. ხვდებით რას ვსაუბრობ? არა ის თუ რას ფიქრობთ და რას გეგმავთ, როგორ უნდა მოიქცეთ, არამედ ის თუ როგორ იქცევით რეალურად. აი ეს არის სინამდვილეში თქვენი რეალური სახე. და რეფლექსიისთვის ეს ძალიან კარგია. თუ ჩვენ ისევ განზომილებაში ვართ ახლა აზროვნების დონეზე რომ ვამტკიცოთ რომ არა მე არ მინდო და ეს მან გამიკეთა პროვოცირება, იმან შემომხედა სხვანაირად და ამან შემომხედა და ნუ ამას როგორ მოვიტმენდით, ამოყარე ვარ და ასე შემდეგ ერთელი რაღაცა სულელური საუბრები, ეს ნიშნავს რომ განვითარების კვლავ დაბალ საფეხურზე ხართ. რა თქმა უნდა ცხოვრება უნდა გააგრძელოთ, მაგრამ ალბათ სვლა კიდევ დიდხანს დაგჭირდებათ რომ ელემენტარულად რომ მიხვდეს გონება რომ მთელი სამყარო მისი პროექციაა, ჩათვალეთ რომ უკვე მაღალ საფეხურზე ახვედით. მიხვდეს არა ინტელექტუალურად, ეხლა რომ გჯერათ უბრალოდ რომ ძალიან კომპეტენტური, ჩემზე ასეთი კომპეტენტური ადამიანები ამბობენ ამას და უშვებთ ეხლა თქვენ გონებით რომ ალბათ ესეა, ეს არ არის მიხვედრა. აი, როდესაც შეგრძნების სახით შემოვა და როდესაც მოცემულ მომენტში, თუნდაც აი ყველაზე კრიტიკულ მომენტში თქვენ შეძლებთ ჩართული ცნობიერებით დააკვირდეთ რას აკეთებთ და მერე უკვე ხდება რომ აკონტროლებთ კიდეც საკუთარ ქმედებას და შემდგომში უკვე ცნობიერების მაღალ საფეხურზე თქვენ აღარასოდეს აღარ ჩადიხართ ისეთ რამეს, რაზეც პრინციპში შემდგომში ნანობთ. ანუ მაღალი ცნობიერება ნიშნავს თქვენ აკეთებთ მხოლოდ იმას, რაც გსურთ რომ გააკეთოთ და თქვენში აღარ არის რაღაც ის ირაციონალური მოტივები, როგორც გმართავთ. მაგრამ ახლა ნუ ვიქნებით მეამიტები და ალბათ ხვდებით რომ ჩვენ დღეს მაინც ვიმართებით ჩვენი არაცნობიერისგან. ყველა პიროვნებაც კი რომელიც ჩვენს ცხოვრებაში ჩნდება, ჩვენს გზაზე შემთხვევით არ ჩნდება. ყველა მომდევნო ადამიანმა პროვოცირება უნდა გაუკეთოს რაღაც ირაციონალურ მოტივს, რომ მისი პროექცია მოხდეს, რომ აღმოაჩინოთ რომ ხართ შურიანი, ხართ ხარბი, ხართ ბოროტი, ხართ მოძალადე და ათასი ესეთი მანკიერი თვისებები, ხო? ეს მანკიერი თვისებები სინამდვილეში დაბალი ცნობიერებით ნაყოფია, ეგოს გამოვლენებაა მეტი არაფერი, ეს რაღაც ესე თვისებად კი არ ყალიბდება, ეს არის უბრალოდ უვიცობა მეტი არაფერი, აი უვიცობა ვედების გაგებით, მოდი ესე ვთქვათ, წიგნიერ ცოდნაზე არ არის აქ საუბარი, ხო? რაღაც ტრანსცენდენტალურ ცოდნას რო ეძახიან ხოლმე. მე არ მიყვარს ესეთი ფრაზებით საუბარი, მაგრამ ეს ტრანსცენდენტალური ცოდნა ჩემი აზრით არის სწორედ რეალობის ცოდნა, რეალობის ხედვა, ვინ ხარ შენ, რეალურად ვინ ხარ შენ და გესმოდეს რომ რა მომენტში რა შეიძლება მოიმოქმედო. არის ეს მდგომარეობა, არიან ადამიანები, ნუ ერთეულები, რომლებიც ამას აღწევენ. წარმოიდგინეთ ახლა ადამიანმა რომ ესე შეძლო გაერგო საკუთარ თავში, თქვენ აღარასოდეს აღარ იქნებით ბრმა იარაღი, არც კომუნისტების, არც ლიბერალების, არც დემოკრატების, არც ვიღაცის სტების ხელში, არც ამ რელიგიის თუ არც იმ რელიგიის, ხო?
დღეს არის საქართველოში ძალიან სავალალო მდგომარეობა რელიგიური აზროვნების თვალსაზრისით. ძალიან სავალალო. მე ვიტყოდი, რომ კატასტროფის კოეფიციენტი აქვს უკვე ამ ყველაფერს რა, მორწმუნე ადამიანების გონება. ну, რა თქმა უნდა, იქ არის 10% აბსოლუტურად საღად უყურებს ყველაფერს, მაგრამ ეს დანარჩენი 90% ეს არის კატასტროფა, ხო? ადამიანები როგორ რეგრესში მიდიან და ვეღარც კი ხდებიან კონფლიქტურები. იწყება მუდმივი დაპირისპირება მათსა და გარე სამყაროსთან და რაც ყველაზე საშინელებაა. გგონია რომ ეს დაპირისპირება უნდა ღმერთს, იმ რაღაც უზენაეს ჭეშმარიტებას, რომელიც წარმოქმნა არა გაგონებრივია, მაგრამ სწორება გაქვს მასზე. წარმოგიდგენთ რა ცოდვაა ესეთი ადამიანები, რეალურად რა ცოდვაა ესეთი ადამიანები, რომ ვერც აღწევენ თავს ამ კონფლიქტს, იმიტომ რომ გონიათ რომ აი ეს ღმერთი, ის უზენაესი ქმნილება, რომელიც ყველაფერს მართავს და სადაც ჩვენ საბოლოოდ ყველა მივალთ, ხო, როგორც ფიქრობენ, სწორედ ის მოითხოვს მათგან ესეთ ქცევას, ესეთ აგრესიას ხშირად, შეუწყნარებლობას განსხვავებული აზრის თუ განსხვავებული რელიგიის თუ რელიგიაზე ვსაუბრობ, ხა მართლმადიდებლობა რა შეუშია, ზოგადად რელიგიაზე ვსაუბრობ. უბრალოდ საქართველოში ახლა ვიღაც მართლმადიდებლია, ვიღაც იეჰოვას მოწმე, ვიღაც მუსლიმანია, ну რა მნიშვნელობა აქვს ხა. იცით რელიგიური ფუნდამენტალიზმი, ყველგან რელიგიური ფუნდამენტალიზმი, ანუ ესეთი გაუცნობიერებელი რაღაცა იდეოლოგიაში შესვლა სულ ერთია, ეს უკვე სახელებიღაა, შემდგომში ქრისტიანობა სახელი ღარჩება, ხო? სავსებით შესაძლებელია და ჩვენ ამის მაგალითები გვქონდა, როგორ აქციეს შუა საუკუნეებში, მაგალითად ეს ჰუმანური რელიგია ინკვიზიციის რაღაც მანქანად, ხო? ანუ ვერ იტყვია, რომ რომელიღაც რელიგია რომელიღაცაზე აღმატებულია. საბოლოო ჯამში ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის გონებაზე, რელიგია არაფერ შუაში არ არის, არც ღმერთი არაფერ შუაში არ არის, არავინ არაფერ შუაში არ არის. რასაც მოხდება ყველაფერი, რაც ადამიანის გონებაში შედის, რატომღაც ყველაფერი მახინჯდება და ყველაფერი შემდგომში არასწორად გამოდის. სწორედ ეს არის გასარკვევი, რა ხდება ადამიანის გონებაში. რომ გიყვარდეს მტერი შენი, უცებ ესეთი რელიგიის მიმდევარი ადამიანმა შეიძლება ისეთი ძალადობის ფაქტი ჩაიდინოს განსხვავებული აზრის ადამიანის წინააღმდეგ, რომ გაუგებული დარჩე, ხო, ისეთი აგრესიული იყოს, ხო? ასევე ხა ყველა რელიგია მარტო ქრისტიანობა არ გადაგებს, სიყვარულს გადაგებს ყველა რელიგია აბსოლუტურად და ზოგადად რელიგიის დანიშნულებაც ეს იყო. რელიგიაც ხო პროექცია იყო ადამიანის თავიდან, საიდან შეიქმნა რელიგია, საიდან შეიქმნა საკულტო ობიექტები. ეს ყველაფერი გამოდის ადამიანის კოლექტიური არაცნობიერიდან. ეს ადამიანშია, ეს ყველაფერი ადამიანმა ამის პროექცია გააკეთა, გამოიტანა გარეთ და ის რაც საკუთარ თავში უნდა, ასე ვთქვათ, რეფლექსიის სახით თუ გაცნობიერების სახით გააღრმავებინა რაღაცა საკულტო ობიექტად აქცია და რიტუალების დონეზე დაიყვანა. ეს ხომ ადამიანის გონება მქნა, რა შუაშია რელიგია, რა შუაშია ღმერთი, ხო, რა შუაშია ეს ყველაფერი. ანუ ჩვენ სწორედ თავს რომ ვაიგივებთ ამ მაღალ ჭეშმარიტებასთან, ეგ არის ჩვენი უბედურება ზუსტად რა. დაბალი ცნობიერების ადამიანი, იმიტომ რომ ხდება რომელიღაცა რელიგიის მიმდევარი, უცებ თავს აიგივებს ქრისტესთან, ვიღაც ბუდასთან, ვიღაც მუჰამედთან, ვიღაც რა ვიცი უპიროვნო ღმერთთან და უკვე გონია რომ შეუძლია მისი სახელით იომოს, მისი სახელით ილაპარაკოს, რომ აი მან ხო თქვა რომ იყავი კარგი, აი შენ რატო ხარ ცუდი და ამის გამო შეიძლება ვიღაცა შეურაცხყოფა მიაყენოს, მაგრამ შეურაცხყოფაზე არ არის, აქ საუბარი საერთოდ არ არის იმაზე ჩვენ გარეთ რას ვაშავებთ, საუბარია იმაზე საკუთარ თავს რა დონეზე ვნებთ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ცნობიერება ვერ იზრდება. ცნობიერებას აქვს ესეთი მოცემულობა, თუ ის მუდმივ რეფლექსიაში არ არის საკუთარ არაცნობიერთან, ცნობიერება ვერ იზრდება. თქვენ შეიძლება 1500 წიგნი წაიკითხოთ, მაგრამ რეალურად თქვენი განვითარება დარჩეს პირველი წიგნის დონეზე. კი ბატონო, თქვენ ისაუბრებთ ამ 1500 წიგნზე, ძალიან ბევრს მოუყვებით ისტორიებს, მაგრამ მოცემულ მომენტში თქვენ მოიქცევით ველურივით. აი, როდესაც ჩავარდება ისეთი რაღაცა მომენტი, როდესაც არის ხო რაღაც კრიტიკული მომენტები, ემოცია წინ გადმოდის. ელემენტარულად აი, ეხა ერთ რამეს გეტყვით ემოციურ ადამიანებს, ვინც თვლით, რომ ემოციურები ხართ და ემოციებს ვერ მართავთ. ეს პირდაპირ ნიშანია ჯერ ისევ ჩაკეტილი ცნობიერების. ანუ ემოციურობა ნიშნავს, რომ თქვენ ისევ გრძნობით სფეროში ხართ და თქვენ კონტროლი არ შეგიძლიათ საკუთარ გრძნობით სფეროზე. ეს ყველაფერი აბსოლუტურად ცარიელი სიტყვები კი არ არის, ხალხო ზრდა ხდება ცნობიერების, რომელიც აბსოლუტურად ხელში იღებს სადავეებს. ხელში იღებს სადავეებს თქვენს ყოველ მომენტზე და აი თქვენ შემდგომში ფსიქოლოგთან რატომ მიდიხართ ან ეკლესიაში მამოსთან, ხო, ვინ რა შეხედავს გამოსავალს?
რაღაც გაწუხებთ და იმის გამო მეტიხართ, ხო? და როდესაც ისტორიას ყვებით, აი ვინც ფსიქოლოგთან ყოფილხართ, აბა დააკვირდით, რა ისტორიას ყვებით? ყვებით რაღაც ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ ისტორიას, მაგრამ დრამატული არის თქვენი აღქმა ამ ისტორიის, ხო? სასიყვარულო ისტორია იქნება რაღაცა სამსახურში, იქნება უსიამოვნება თქვენს უფროსთან, იქნება თუ მშობელთან, თუ რა ვიცი მასწავლებელთან თუ მეგობართან. ისტორია არის თითქოს არაფერი გამორჩეული, მაგრამ თქვენი დამოკიდებულება იმდენად დრამატულია, რომ ადამიანი დაკარგულია. ადამიანში არის აშლილობა, ზოგი აპათიამდეც კი მიდის, ხშირად ისეთ მდგომარეობაში ვარდება. ანუ ისევ და ისევ გვაბრუნებს ეს ყველაფერი საკუთარ გონებასთან, საკუთარ ფსიქიკურ არსებობასთან. ისევ და ისევ ხვდებით, რომ ეს ფიზიკური ურთიერთობები, ფიზიკური შეხებები, ეს არის რაღაცა წამიერი გაელვება, რომელმაც სწორედ კატალიზატორის როლი უნდა ითამაშოს და პროვოცირება უნდა გაუკეთოს ამ ირაციონალურ მოტივებს. თუ მომაწვით წერილებს მივხვდები, რომ რა მიმართულებით გნებავთ, რომ გავგრძელოთ და გავაღრმავოთ თუ რაღაცას ან ვერ იგებთ, ან გასაგებად ვერ ხსნი. ეს ურთულესი თემებია, ეს ძალიან რთულია ამ ყველაფერში ჩაწვდე. ადამიანი როგორც წესი გარეთ მიდის, იკვლევს კოსმოსი, იკვლევს რაღაც მოლეკულებს, რაღაცა მუშაობს სხვადასხვა სფეროში, სპორტში აქვს სასწაული მიღწევები, ისეთი აპარატურებს იგონებს ძალიან სერიოზულს, ხო? მაგრამ აბსოლუტურად ვერ ერკვევა საკუთარ გონებაში რა ხდება. აბსოლუტურად ვერ ერკვევა მოცემულ მომენტში რატომ მოიქცა ესე, ახსნას ვერ უძებნის ამ ყველაფერს და მე რას აკეთებს, ისე ვიწყებს გარეთ ძიებას მტრის, გარეთ ძიებას ისევ რაღაცა სხვა ცუდი პიროვნების, რომელიც ასე შემოიჭრა ჩვენ ცხოვრებაში. და საბოლოო ჯამში ხვდები ცნობიერების რაღაც ეტაპზე, რომ არც კარგი და არც ცუდი ადამიანები არ არსებობენ, ყველა ადამიანი რაღაც თვისების პროვოცირებას ახდენს თქვენში უბრალოდ. მაგრამ ეს თვისება თქვენშია და სავარაუდოდ იბადები იმისთვის, რომ ამ თვისების გარეთ გამოტანა და შემდგომში მისი გაუმჯობესება მოხდეს. ანუ დაკვირვება, ფსიქოლოგიური დაკვირვება აჩვენებს, რომ დაბადების აზრიც კი ამაშია, დედამიწაზე რატომ იბადება ადამიანი, ხო? ჩვენ კი გვზდიან ესე რაღაცა პროგრამებით, იმიტომ რომ აზრი მოგვცემ, რომ სკოლა დაამთავრე, ინსტიტუტი დაამთავრე, ოჯახი შექმნი, ერთი შვილი, ორი შვილი, 8 შვილი, ხო? თუ რაღაცა სამშობლოს გაუზარდა, შემდეგ კარიერა ის, მაგრამ რეალური აზრი ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გაქცევაა ცხოვრებისგან. რეალური აზრი არის ის, რომ თქვენ უნდა გაერკვეთ ვინ დაიბადეთ. ძალიან საინტერესოა ფსიქოანალიზი მიადგა ბავშვობას და იმის იქით არაფერი არ მიდის, ხო? აი ფსიქოპატია მაგალითად აღიქმება ისეთი ტიპის ფსიქიკურ დარღვევად, ხშირად ესე განიხილება როგორც თითქოს თანდაყოლილი. რა საინტერესოა რა რაღაც თანდაყოლილი, როცა თქვენ ვეღარ ახერხებთ ადაპტირებას სამყაროში, ხო? და ამასთანავე კითხულობი ზოგი განიხილავს კიდეც, მაგალითად აუტიზმს ფსიქოპატიის ერთ-ერთ ფორმად, ხო? ძალიან რთულია. მე თავდაჯერებით ესეთ თემებზე არ ვსაუბრობ, იმიტომ რომ რაც არ უნდა კვლევები გქონდეს ფსიქოლოგიას, ამაზე ძალიან რთულია ამ ბუნდოვან თემებში ხელები აფათურო. უბრალოდ ფსიქოლოგია ცდილობს რაღაცეები გამოკვეთოს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ადამიანს როდესაც რაღაც აწუხებს, ხო, რაღაცით დაეხმაროს, მაგრამ აი არ ვიცი რატომ ახერხებს ერთი ადამიანი ერთი ბავშვი ჯანსაღად ადაპტირებას, მეორე ვერ ახერხებს, ხო? ნუ ზოგი ფსიქოლოგი ფიქრობს, რომ ეს რაღაცა ჯერ კიდევ ჩვილობის პერიოდში ხდება აღქმა, ვინ რა იცის, ეს ყველაფერი ვარაუდებია, გესმით? ჩვენ ერთ-ერთი რაც შეგვიძლია რეალური გამოსავალი ვიპოვოთ, აი ეხლა მოცემულ მომენტში დავიწყოთ კვლევა საკუთარი გონების. თქვენ თუ მიანდეთ თქვენი თავი აბსოლუტურად ფსიქოლოგებს, იქაც ბევრი არაფერი გამოვა კარგად, იმიტომ რომ ის ფსიქოლოგიც აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანია და სამწუხაროდ ზოგ ფსიქოლოგს საკუთარ თავშიც კი არავითარი რეფლექსია არ აქვს. დღეს ფსიქოლოგია იქცა პროფესიად, რომელსაც აიღებ დიპლომს და მე უკვე всё, აი ამ დიპლომით წახვალ და სადღაც იმუშავებ და ხვდებით, ანუ ეს ძალიან არასე ბატონო? აი რასაც საუბრობ, ხა ერთადერთი გზა ეს არის რეფლექსია. დააკვირდით თქვენს ყოველდღიურ ქმედებას, დააკვირდით თქვენს ფიქრებს, დააკვირდით მოცემულ მომენტში როგორ იქცევით, რატომ გეგმავდით ერთს, რატომ გამოგივიდათ მეორე. რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე დაკვირვებაა ეს ყველაფერი. ანუ რეფლექსია ეს არის ერთადერთი გამოსავალი თქვენ გაერკვეთ, იმიტომ რომ იცით რა არის ხშირად ვერც ფსიქოლოგთან, ვერც მამოსთან, ვერც ვერავისთან, მასწავლებელთან, გურუსთან ვერ ყვებით ბოლომდე ყველაფერს, იმიტომ რომ მალავთ
ელემენტარულად ძალიან რთულია სიტყვებით ყველანი განცდის გადმოცემა, რაც თქვენ შეიძლება განიცადოთ ერთ მოცემულ მომენტში. და აქ ისევ და ისევ მხოლოდ თქვენ რჩებით თქვენს რეალობასთან და თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ. ყოველი ფიქრს მიყავხართ რომელიღაც მომდევნო ფიქრთან, მის წინარე ფიქრთან. აი ეს არსაიდან მოსული ფიქრები სინამდვილეში ძალიან საინტერესო ფესვები აქვს მათ და ამას უნდა მიყვე ყოველთვის რომ გაერკვე შენს გონებაში რა ხდება. თქვენ რაც არ უნდა იკითხოთ, ეხლა ფროიდმა რა თქვა და იუნგმა და ფრომმა და ზიმბარდომ რა ხდება ადამიანის გონებაში, თქვენ თუ არ გაიარეთ საკუთარ ცნობიერებაში, აბსოლუტურად დარჩებით აი ესე ჩვეულებრივად Facebook-ზე რომ მოლაყბე ტიპები არიან, სულ ფსიქოლოგიაზე რო წერენ და მერე ყოველ 3 კომენტარის მერე შეურაცხყოფაზე რო გადადიან ერთმანეთთან. ეს არის გონების ჩიხში შეყვანა ბუნებრივია და ეს არის ძალიან სერიოზული რეგრესია ადამიანის. უბრალოდ სანამ ახალგაზრდა ხარ, ამას ვერ ხვდები, იმიტომ რომ 1000 რაღაცაზე იქ ლიბიდო გაქვს დასაძლევი, იქ სუბლიმაცია, სექსუალური ენერგია გაქვს, მოჭარბებული ყველაფერი გიხარია, რაღაც ახალია თითქოს ცხოვრება, მაგრამ შემდეგ ასაკობრივად ხვდები, რომ სრულ სიცარიელეში შედიხარ, ყველაფერი აზრს კარგავს შენთვის და პარალელურად თითქოს მაგარი ინტელექტუალი გახდი ამ ფილოსოფია ფსიქოლოგიაში, მაგრამ ერთი ნაბიჯით კი წინ ვერ წახვედი საკუთარ ცხოვრებაში. მტერი განსხეულებული შენივე უძლურება ნიშნავს ალბათ რომ მტერი ისაა როგორც შენ არ ხარ, მაგრამ გინდა იყო. გამოდის მტრობა მაგ შურია, ხოლო რეალურად ვინც მტერი გონია, მტერი არა. არა იცით აქ როგორი მომენტია? აი როდესაც ადამიანი არ მოგწონს და საშუალოდ ვერ იტან, აი ესეთი რამე არ ქონია ცხოვრებაში, რომ არ იცნობთ ადამიანს და უბრალოდ ვერ იტანთ მას. არ ქონიათ, ხო ხშირად არის. კი, აი ფილმს უყურებთ, ან კლიპს უყურებთ, ან მომღერალს ან მსახიობს უყურებთ, რომელიღაც გმირს, ან ვიღაცას, აი მე მაგალითად ადამიანები არ მიცნობენ და ძალიან ბევრი ადამიანი ვერ მიტანს. ხო, ვჯნობ მათ წერილებში. კი, სერიოზულად. მათ აღიზიანებთ რაღაც. ზოგს აღიზიანებთ ჩემი ხმის ტემბრი, ზოგს ჩემი თმის ფერი, ზოგს რა ვიცი, ჩემი მანერები. აი ეს ძალიან საინტერესო მომენტია. დააკვირდით ის რაც გაღიზიანებთ სხვა ადამიანში, სინამდვილეში ეს არის თქვენი საკუთარი არასრულფასოვნება. ერთი მოგწონს, მეორე გაღიზიანებს. ანუ ვისაც ემსგავს, ამსგავსებს საკუთარ თავს. ნუ ჩვენ ხო რაღაცა ფსიქოტიპებიც ვართ, ის ადამიანი ყოველთვის მოგწონს, იმიტომ რომ რაღაცა შენაირია. ის ვინც არ არის შენაირი, შენგან რადიკალურად განსხვავებული ტიპია, თუმცა ყველა ფსიქოტიპს აქვს აბსოლუტურად არსებობის უფლება, მაგრამ დაბალი ცნობიერება მომენტალურად მასში ხედავს მტერს. მაგალითად არასექსუალურ ქალს სექსუალური ქალი აღიზიანებს, სექსუალური ქალი დასცინის არასექსუალურ, ეს ორივე ერთდროულად დაბალი მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, ზუსტად შეიძლება ინდოდეს სადღაც. ხო, კიდევ გაღიზიანებს. არა, რა და არა მეჩემზე. ანუ ეგეც იცი რა არის, ეს რამეს გეტყვი, როდესაც ნაკლები ადამიანი გაღიზიანებს, აი ამ ცნობიერების თქვენგან უკან გასაგებია, აი გნებოთ გარეგნობით, გნებოთ ცნობიერებით, აი არ დაგავიწყდეთ, რომ ის გზა თქვენს გაიარეთ. აი ყოველთვის ეს უნდა გვახსოვდეს, რა ჩვენ ყველამ დავიწყეთ არქაული ადამიანიდან და მოვედით ამ მდგომარეობამდე. და დღეს აი ეგრეთ წოდებული ქალაქელი ჭყალებში სოფლებს რო დასცინის, ეს არის სწორედ დაბალი ცნობიერების. არა, ისე ვიძახი, თქვენზე არ ვსაუბრობ. სწორედ ეს არის დაბალი ცნობიერების გამოვლინება. სადღაც შენს გამოიარე ის გზა, სადღაც შენს გამოხვედი და ეხა იმ ადამიანს უნდა გაერო. მასე იცი სამყაროს ყავდა აინშტაინი და კრიშნამურტი და ბუდა და ქრისტე, ეხა იმათა შედარებით კიდე ხო ძალიან სასაცილოა დანარჩენი საზოგადოება, ხო? და ამიტომ, როდესაც აქ საინტერესოა სწორედ განცდა, ეხლა რაზეც მე ვსაუბრობ, რეფლექსია უნდა იყოს განცდაზე. მე შეიძლება არ დამაინტერესოს ამ ადამიანმა, აი შევხვდე მას ვესაუბრო, არ დავაინტერესო, წავიდე. მაგრამ უბრალოდ ჩემი ცნობიერება დაიმიწყებს ამ ადამიანს, ყველა ვერ დაგაინტერესებს. მაგრამ მე როცა ამ ადამიანს ვერ ავიტან, მე წავალ და რატომღაც მე მიხარია, როდესაც ცულს მოვისმენ ამ ადამიანზე, ეს არის ძალიან საინტერესო. აი ამის ფესვები ეძებთ სწორედ საკუთარ თავში. ხშირად ადამიანს აღიზიანებს ისეთი რაღაც უნდა თვითონ ვერ მიიღო თავის რაღაცა გეგმებში, ხო? ეს რაღაცა წარმატების ფორმულა რო გვაქვს და თავისი წარმატებული ადამიანი. თუმცა ეს თავისზე წარმატებული და თავისზე ლამაზი, ესეც არის სტერეოტიპი, გონებაში ჩამოყალიბებული და
აი მტრის არსებობას, როდესაც თქვენ დააფიქსირებთ, რომ აღიქვათ ვიღაცას მტრად, ეს აუცილებლად მიგიყვანთ იმ თქვენ შინაგან უძლურებამდე, რომელიც მე რეფლექსიის სახით ძალიან სწრაფად დაგანებებთ თავს რო იცოდეთ რა. თავი ამის გაცნობიერება და ამას არ გაექცეთ, როდესაც ადამიანი არ მოგეწონებათ, მის ლანძღვას ნუ დაიწყებთ უბრალოდ, მის კრიტიკას ნუ დაიწყებთ პირველ რიგში, დაიწყეთ საკუთარ თავში ძიება იმის თუ აი მე რატომ კარგი ეს ადამიანი შეიძლება ცუდია, ეს ადამიანი შეიძლება არ არის კარგი, ეს ადამიანი შეიძლება არც ლამაზია და არც მოაზროვნეა, მაგრამ მე რატომ გავღიზიანდი? რატომ გავღიზიანდი? ანუ მე რატომ ვღელავ ამ ადამიანზე? ჩვენ ხო რეალურად იმ დონის ეგოისტები ვართ, რომ საერთოდაც არ გვაღელვებს არავინ. ჩვენ ისე გადავაბიჯებთ დაცემულ ადამიანს და გავივლით, რომ არც კი შეგვიტყდება რაღაცა სახეზე ნერვი. რატომ ვართ ხშირად მოცული გარკვეული ადამიანებზე ფიქრით, მათი ლანძღვით, მათი კრიტიკით, ხო? ან იგივე ადამიანები, ვისაც ვაფეტიშებთ, ვაიდეალებთ. ეს ძალიან კარგი მასალაა საკუთარ თვისებებში გასარკვევად. იუნგი სულ ამბობდა, რომ ძალიან ადვილია გადაიტანო შენი არასრულფასოვნება, ამას ტრანსფერი ქვია ფსიქოლოგიაში, გადაიტანო სხვა ადამიანზე და თქვა, რომ შენ მას ვერ იტან. ძალიან ადვილია საკუთარი უძლურების არატანა სხვაში, მაგრამ ძალიან ადვილია საკუთარი უძლურების ატანა საკუთარ თავში, ხო? აი ეჭვიანობა, ვისაც გახასიათებთ, მაგალითად, აი დააკვირდეთ ამ ეჭვიანობის გრძნობა სადამდე მიგიყვანთ. საბოლოო ჯამში საკუთარ უძლურებამდე, საკუთარ ამბიციებამდე. უძლურება და ამბიცია არის, რომ იცოდეთ ერთი და იგივე. უძლური ადამიანი არ არის. უძლური ადამიანია მაშინ, როდესაც ედრება რაღაც იდეალს. რეალურად ყველა ადამიანი არის უნიკალური, თავის ინდივიდუალიზმით განუმეორებელი და თავის გზაზე მიდის. ვერავის გზას ვერ გადაკვეთავს. მაგრამ როდესაც თქვენ დაგისახავენ მიზანს და იდეალს, რომ უნდა გახდეთ ესეთი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ სხვის გზაზე დგებით. და იმ სხვის გზაზე თქვენ ყოველთვის წაგებული აღმოჩნდებით, იმიტომ რომ ის სხვისი გზაა. იმიტომ კი არა, რომ თქვენ უნარო ხართ, ეხლა თევზს რო დაუსახო მიზნად, რომ მან საბოლოო ჯამში უნდა ისწავლოს ხტომა კენგუროზე მაღლა. ის მთელი ცხოვრება წარუმატებელი იქნება, ხო? ან პირიქით კენგუროს რომ მოსთხოვო, ისურაოს თევზზე მაღლა. ზუსტად ეხლა ცხოველებში ეს გასაგებია, ზუსტად ანალოგიური მომენტი ხდება ჩვენში. ჩვენი მშობლები ხშირად ჩვენი მასწავლებლები, სკოლა, სოციუმი, რაღაცა ესეთი სულ კრიტერიუმებია, მე სულ ამ სტერეოტიპებზე ვსაუბრობ. ჩვენ ბავშვობიდან გვიტენიან გონებაში ამ სტერეოტიპებს და შემდეგ ჩვენ ვართ მონები სტერეოტიპის. როცა თქვენ მიყვებით არა საკუთარ გზას, არამედ ვიღაცის მიერ არჩეულს, რაღაც მომენტში აცნობიერებთ, რომ არ გინდათ აქეთ სვლა, არ გინდათ აქეთ სიარული, მაგალითად აი გაგმაყოფილებს საკუთარი გარეგნობა, გაგმაყოფილებს საკუთარი წონა, მაგრამ რატომღაც სოციუმი დედა მამა ვიღაც გაიძულებს, რომ ან უფრო გამختارიყო, ან უფრო უკანიყო, აი გესმით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ სტერეოტიპების მონები. ჩვენ არ შეგვიძლია თავისუფლად ვიცხოვროთ. დიახ, აი ისეთი ვიბლი ქუჩაში, როგორიც ვარ, არ მოგწონვართ, ნუ გაიარეთ რა. всё, რატომ გვაღელვებს ესე? მაგრამ ნახეთ, სულ შეჯახებებია რეალურად სოციუმში. თქვენ მუსულმანი ხართ, კაი, მე ქრისტიანი ვარ. всё, გადაკვეთეთ ჩვენ მაგზებმა. მე ჩემი რელიგიური გზა მაქვს, თქვენი. გაიარეთ რა, საბოლოოდ ხო ჩვენ იქით მივდივართ, რომ რაღაცა ჭეშმარიტებამდე მივაღწიოთ. როგორ ჩავწოდეთ დამოუკიდებლად ჩვენს არაცნობიერს? საერთოდ არაცნობიერია, ეს სულ ვამბობ, ეს ისეთი სფეროა, რომელსაც პირდაპირ ვერასოდეს ვერ შეეხები. არაცნობიერი ეს არის სფერო, რომელსაც ჩვენ ვეხებით ირიბად. აი ესე როგორ ვსაუბრობ. დააკვირდით. მაგალითად გაქვთ გამოსვლა რაღაც ხტომაზე. არ კითხულობთ, ან ტექსტი მოამზადეთ და დადექით აუდიტორიის წინ და სრულიად სხვა რამეს ლაპარაკობთ. აი ამას დააკვირდეთ ხოლმე. იცოდეთ, რომ რეალურად ლაპარაკობთ იმას, რა ინფორმაციაც რეალურად არის თქვენს არაცნობიერში სერიოზულად აღბეჭდილი და შენახული. აი ამით განსხვავდებიან ესეთი ასე ვთქვათ, ინტელექტუალური ლექტორები, ისეთი ტიპის ლექტორებისგან, რომლებსაც რაღაც თავში აქვთ გატანილი, გავლილი.
დააკვირდით მაგალითად როდესაც შეხვალდებოდ მაღაზიაში, დისკოთეკაზე, კინოში, ეკლესიაში პირველად რას უყურებთ, რას ანიჭებთ მნიშვნელობას, აკვირდებით ადამიანებს თუ აკვირდებით მოვლენებს, შემდეგ დააკვირდით აუცილებლად რამდენად პოზიტიურები ხართ სხვა ადამიანების მიმართ, რა ფიქრები შემოგდით გონებაში. ეს ყველაფერი ჰაერიდან კი არ მოდის. ადამიანს გონიერ ხო აი გავიფიქრე, არა, არ გაიფიქრე, ეს არაცნობიერმა მოგაწოდა, იმიტომ რომ რაღაც ხდება შენს არაცნობიერში, რასაც შენ წარმოქმნა არ აკაკ. და როდესაც ამბობენ ხოლმე რომ აუცებ ადამიანი გახდა ესეთი, ადამიანები არასოდეს არ ხდებიან ისეთები, როგორებიც არ არიან ისინი პოტენციურად. ყველა თვისება ადამიანში აბსოლუტურად და უბრალოდ აუცილებლად უნდა დადგეს საჭირო შესაძლებელი მომენტი, რომ ამის ტრანსცენდირება მოხდეს, ამის პროექცია გაკეთდეს და მნიშვნელობა არ აქვს პიროვნებაზე გაკეთება, მოვლენაზე გაკეთება თუ რაზე გაკეთება. საბოლოო ჯამში ხვდებით, რომ ეს ხართ თქვენ ეს ყველაფერი. პრობლემის მიზეზების აღმოჩენის შემთხვევაში შესაძლებელია ადამიანმა ვერ შეძლოს თავისი პრობლემების მიზეზების აღმოფხვრა, რა უშლის ხელს. აღმოფხვრამდე ჯერ არის გასაგები რამ წარმოშვა ეს პრობლემა. იმიტომ რომ თქვენ შეიძლება ერთი კონკრეტული პრობლემა მოაგვაროთ, მაგრამ იგივე გააკეთოთ რამოდენიმე ხნის მერე, სათავეა ყოველთვის მოსაძებნი ის რაღაცა საწყისი ეგოს მდგომარეობა, რაც თქვენ გაიზულებთ მოცემულ მომენტში, თუნდაც მოიქცეთ. დავუშვათ ცუდად, ძალიან უზრდელურად, ძალიან ემოციურად შემდეგ გამოდის ტირის ნანობს ადამიანი, მაგრამ იმ მომენტში მას კონტროლი არ შეუძლია. სწორედ აქ დარჩით საკუთარ თავთან, იმდენ ხანს იფიქრეთ ამ პრობლემაზე, იმდენ ხანს დაუსვით ეს შეკითხვები თქვენს თავს, სანამ არ ჩახვალთ ძალიან ძირში, იცით, აი ძალიან მიჭირს სიტყვებით ყველაფრის გადმოცემა. ძალიან რთულია ადამიანს აუხსნა სიტყვებით ის, რა შეგრძნებები შემდგომში მოდის. და პრინციპში შეუძლებელია რა ადამიანი 1000 წელი შეიძლება ილაპარაკო, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ გადმოსცე შეგრძნების სახით რა შემოდის. ერთადერთი გამოსავალია დააკვირდეთ თქვენ თვითონ, აი ეს პრობლემა კიდევ ახალ პრობლემასთან როგორ მიყავხართ ისევ თქვენში არსებობს. ხშირად რაღაცა გარკვეული ქმედება, არასწორი ქმედება, რაც უკვე ემპირიულად გამოდის და ჩანს, არის მხოლოდ და მხოლოდ მეორადი მიზეზი. და აი მაგალითად ნარკომანია თავიდან ბოლომდე არის მეორადი ნარკომანიას აქვს ძალიან სერიოზული ფესვები, ხო? და ესეთი ტიპის გნებავთ, როცა სულ კონფლიქტში ხართ, ან არ გამოგდით მაგალითად პირადი ცხოვრება, როდესაც არ გამოგდით არც ერთ მამაკაცთან თუ არც ერთ ქალთან. აქ ძალიან კარგი დასაფიქრებელია აუცილებლად კინოღა ეძებთ ახალ ობიექტებს, იმიტომ რომ ყველა ობიექტზე ახდენთ ამ თქვენი ირაციონალური მოტივის, ამ თქვენი ანიმას თუ ანიმუსის პროექციას და დიდი შანსია რომ არც გამოგივათ. ანუ აქ აუცილებლად უნდა დაფიქრდე ადამიანი შენში რა ხდება, ანუ რა პრობლემაა, რომ ერთი და იგივე მოვლენები მეორდება ცხოვრებაში, იმიტომ რომ გონება უფრო ასეთი არაჯანსაღი, უფრო მოუმწიფებელი, ხშირად ამას ბედისწერას აბრალის და თქვენ შეგიძლიათ ესე ბედისწერაზე 1500 წელი ისაუბროთ და იმ ბედისწერას კიდე სულ არ აღელვებს. ახლა თქვენ მასზე რას ფიქრობთ რა? და საბოლოო ჯამში გამოსავალს ვერ იპოვეთ და ჩვენი მიზანი ხო რეალურად გამოსავლის პოვნაა. ჩვენ ხო ხალხ იმიტომ ვზივართ, რომ რაღაც ხვალ ცოტათი უკეთესი იყოს ჩვენი ცხოვრება, რაღაც დავარეგულიროთ ხო საკუთარ თავში. როცა თქვენ ოჯახურ ურთიერთობაში თუ ისე შეყვარებულობის პერიოდში მეგობრობაში სულ საკუთარი პრინციპების გატარებას ფიქრობთ, სულ ფიქრობთ, რომ თქვენი ხედვით უნდა იაროს ყველამ, რომ თქვენს რაღაცა სწორად, თქვენს იცით და არ იცის სხვა. ეს ხო ყოველთვის კონფლიქტამდე მიგიყვანთ, ეს ხო თქვენ ყოველთვის მიგიყვანთ სიტუაციის გაუარესებამდე. ამაზე იფიქრეთ. ყველაზე კარგია გონება, რომელიც არაფერს არ ამტკიცებს და არაფერში თავდაჯერებული არ არის. როცა მიხვდებით, რომ ხართ თავდაჯერებული, იცოდეთ, რომ იქ იწყება თქვენი რეგრესი რა. თავდაჯერებულობიდან ფანატიზმამდე ერთი ნაბიჯია, სულ ერთია რა სფეროში იქნებით. აი როგორ ხდება მე ამ თავდაჯერებული ადამიანების რეგრესი ხშირად თვალწინ და აი ვერაფერს ვერ ცვლი ამ ადამიანებში, იმიტომ რომ შეუვალი ხდება მისი გონება, რაღაცა ბეტონივით ხდება ადამიანის გონება, ну всё, იქ რაღაცა შეიზღუდა და მე სანამ დიდი კატასტროფა არ მოხდება ამ ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც დაუნგრევს მას ყველაფერს, საბოლოო ჯამში ვერაფერს ვერ ცვლით. გონებაში ვაწყობთ მოვლენებს, რომლებსაც რეალურად ვერ ვახორციელებთ, როგორ მოვერიოთ საკუთარ თავს და განვახორციელოთ დაგეგმილი მოქმედება. ეხლა გავმიჯნოთ ესეთი გეგმები. არის გეგმა ესეთი, რომ თქვენ გაქვთ გამოსდა ჩასაბარებელი და აქ ცალსახად უნდა მოემზადოთ რა.
მიდიხართ დასასვენებლად ზღვაზე და უშუალოდ გაქვთ ამის ფინანსური შესაძლებლობა და გეგმავთ ბილეთს ყიდულობთ, ჯავშნით იქ სასტუმროს, ან დაბადების დღეს იხდით და ამისთვის აუცილებლად რაღაც უნდა დაგეგმოთ. აი ეს გეგმა ეს არის ნორმალური. ან გნებავთ მოსავალი უნდა მოიყვანოთ და გაზაფხულზე თესავთ, მაგრამ აი ვინ ვარ და ვინ მინდა ვიყოს გეგმას, როდესაც დაისახავთ, რომ ეხლა დავამთავრებ ინსტიტუტს გავხდები ეს ამ სამსახურში მოვეწყობი იქ შემდეგ წავალი, აქ გარდაუვალია მარცხი საერთოდ. იმიტომ რომ რეალურად თქვენ უნდა მიყვეთ თქვენს რეალობას. ის კი არა, აი მოგეცათ რაღაცა შესაძლებლობა, მაგალითად სამსახური გამოგიშთათ და თქვენ არ მიდიხართ ამ სამსახურში, იმიტომ რომ თვლით რომ მეტი გეკუთვნით, მეტი გეკადრებათ. აი თქვენი არაცნობიერი თulis რომ თქვენ ამ ეტაპზე ეს გჭირდებათ. თქვენ ყველა სამსახური არის დროებითი რა და მე არ ვიცი რომ უხარიათ ხოლმე 30 წელი ერთ ადგილას მუშაობენ. რატომ და გიხაროთ ეს ადამიანს ჩემამდე არ დადის, ანუ როგორ სასათბურე პირობებს ეძებს ადამიანის, როგორ შეიკეტოს თავის რაღაც კაბინეტში ჩაიკეტოს და აკეტოს მთელი ცხოვრება, წეროს რაღაცა ციფრები. ხო მე არ ვიცი ამაში საინტერესო რა არის. მე ვთვლი რომ გაცილებით საინტერესო და ესეთი არაორდინალურად როცა მიდის ცხოვრება, როცა მუდმივ ცვლილებაში ხარ, მაგრამ ესე ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ძიებაში არიან საკუთარი თავის და ის ვინც ფულის და კარიერის ძიებაშია, იქ გასაგებია სხვა პროცესები მიდის. თუმცა გრევა იქაც მიდის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მასშტაბით, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ მაძიებელი ადამიანი ამ გრევას, წარმატებას და წარუმატებლობას ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობს და იმის და მიხედვით ასწორებს ცხოვრებას და აი კარიერისტი ეგრეთ წოდებული ის მხოლოდ და მხოლოდ კარიერის დასასრულს გრძნობს, რომ თელმა მისმა ცხოვრებამ გაიარა სრულიად უაზროდ. დამთავრდა მისი დირექტორობა და უცებ დარჩა ცარიელი ადგილი, იმიტომ რომ ის უკვე ბუნებით დირექტორია, რაღაც ტიპია, უკვე იდენტობა აქვს დირექტორობასთან, პრეზიდენტობასთან, პრემიერობასთან თუ რა ვიცი, რაღაცა ბიზნესმენობასთან და უცებ არაფერი აღარ არის. რაღაცა მოხდა მის ცხოვრებაში ისე რომ დასრულდა ან ჯანმრთელობა, ან კრახი, ან ელემენტარულად ასაკი აღარ არის ისეთი, ხო? და მე იწყება ეს ნოსტალგიები, ეს წუწუნი, რომ რა ცუდია ცხოვრება, რა კარგი იყო 20 წლის წინ, რა ბედნიერი იყო კომუნიზმის ხანა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის სწორედ ისეთი გონების გამოვლინება, ისეთი გონების აზროვნების სტილი, რომელშიც არ მიდის სწორედ ეს მომენტი. ხო, გონებაში ვაწყობთ, ხო, ამაზე ვისაუბრე ახლა. ამიტომ დაგეგმეთ მხოლოდ ის, რაც უახლოეს მომავალში უნდა განახორციელოთ პრაქტიკიდან გამომდინარე, რომ ავტობუსში რო ვადიხართ, აიღეთ ბილეთი, დაგეგმეთ. თქვენ რეალურად ავტობუსში რო ვადიხართ, მაშინაც კი არ იცით მიხვალთ თუ არა მიზნამდე. შეიძლება ავარიაში მოყვეთ და სრულიად სხვა ადგილას აღმოჩნდეთ. ეს არის რეალობა. რეალობა არის ის, რომ არასოდეს არ არის ცხოვრება ისეთი, როგორიც ჩვენ გონია. მაგრამ თუ არ იქნება მე მგონია, რა იქნება? იქნება რეალობის მიღება. წაყევი ცხოვრებას, აი მაგალითად ახვედი ერთ ავტობუსში, გაფუშდა ეს ავტობუსი, ანუ წუწუნს კი უნდა იწყებ რომ გეგმები გაგიფუშდა, ჩამოდი ამ ავტობუსიდან და აბა მიყევი ახლა შემდგომში საით უნდა წახვიდე, შემდეგ ალბათ მეორე ავტობუსი მოვა, ან ფეხით წახვალ. ეხლა პრიმიტიულ მაგალითზე ვყვები, იმიტომ რომ უფრო დიდ მოვლენებში გაერკვეთ. როდესაც შეხვდებით ადამიანს ცხოვრებაში, მომენტალურად თქვენი ანიმას ან ანიმუსის პროექციას აკეთებთ, შევხვდით რომ ეს ის არის, ვინც თქვენ რა ვიცი, მენახევრე და ეს რაღაცა ბოდვები, რაც გვაქვს ხოლმე, რომ ვიღაცა იდეალი ერთი, რომელიც ჩემი ნაწილია და ჩემთვის არის, დაგეგმავთ და უცებ გავა 3 თვე და დაშვდებით ამ ადამიანს. თქვენ კი აგეთ ეს იდეალები, მაგრამ აბა ეხლა იმ ადამიანსაც ზრდილობისთვის მაინც შეეკითხეთ რა. უნდა მას ესეთი მრავალწლიანი გეგმები თქვენთან? მე იწყება რა შეურაცხყოფა იმ ადამიანის, რომ ის არის უსინდისო, მატყუარა, რაღაცა უბედური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს ყველაფერი ისევ და ისევ მივედით დასმამდე, რომ ჩვენი გონების პრობლემა ხო რა? ხო, აი ჩვენი პრობლემაა. ეს არის არც მამაკაცების ბრალი, არც ქალების ბრალი ზოგადად. ეს არის კონკრეტული ადამიანების ბრალი, რომ შეხვდები ადამიანს და იდეალს შექმნი მისგან, მომენტულად გადაიტან ამ პროექციას მოახდენ და ამ დროს მოვლენები თავის გზით მიდის. ადამიანები მუდმივად იცვლებიან და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ცხოვრებაში ადამიანები მუდმივად იცვლებიან, ჩემო მტერმა უყურე სულ ერთი და იგივე ადამიანებს. ამ დროს ისიც კი არ ხდება ცხოვრებაში, რა ქვია, ზრდა.
რომელი იდენტობებია აუცილებელი ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომელსაც სურს საზოგადოებაში ჯანსაღად ინტეგრირებული პიროვნების გაზრდა, სწორი მშობლიური მზრუნვა რაში გამოიხატება. ეს სხვადასხვა ძალიან საინტერესო შეკითხვაა. ერთადერთი იდენტობა, რომელი იდენტობითაც ბავშვი უნდა აღზარდოთ, ეს არის იდენტობა ადამიანობასთან. მეტი იდენტობა არის აბსოლუტურად ზედმეტი და არა ჯანსაღი. იდენტობა ადამიანობასთან, რომ ადამიანია ყველაზე ფასეული ცხოვრებაში და არა კანისფერი, არა სიმაღლე, არა ფინანსური მხარე, არა რაღაცა პრესტიჟი საზოგადოებაში, არა იდეალები, არა იდეოლოგიები, შავთმიანი თუ ფერადმიანი, არამედ სწორედ ადამიანი. აი ეს უნდა ვასწავლოთ ბავშვს, რომ მისი კლასელი, შემთხვევით უფრო რომელიც კარგად სწავლობს კლასელის, რომელიც არ სწავლობს და უფრო ხულიგნობისკენ აქვს მიდრეკილება, რომ ერთნაირად კარგია, ერთნაირად ფასეულია მისთვის და ერთნაირად მნიშვნელოვანია. აი ეს ერთადერთი იდენტობა. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომელსაც სურს საზოგადოებაში ჯანსაღად ინტეგრირებული პიროვნების გაზრდა. ზოგადად მშობლებს ურჩევდი, რომ ჯერ თვითონ გახდნენ საზოგადოებაში ჯანსაღად ინტეგრირებულები, საწყენად მივიღებთ ამას, მაგრამ მიხვდებით, რომ მშობლებს აქვს ძალიან სერიოზული პრობლემა და ხშირად საკუთარ არასრულფასოვნება გადააქვთ საკუთარ შვილებზე, თვითონ ვერ შეძდნენ, თვითონ ვერ გააკეთეს და ამ საცოდავ ბავშვებს აიძულებენ ისეთი რამების კეთებას, რაც მათი გზა სულაც არ არის. სწორი მშობლიური ზრუნვა გამოიხატება მისცეთ ბავშვს დამოუკიდებლად ქმედების საშუალება და ზედმეტად არ ჩაერიოთ. ანუ პირველ რიგში იცით უნდა შეიცნოთ თქვენი შვილი, ის შეიძლება თქვენგან იყოს რადიკალურად განსხვავებული. სრულიად განსხვავებული ტიპი იყოს, სრულიად განსხვავებული ინტერესები ჰქონდეს და უბრალოდ პატივი უნდა ვცეთ ბავშვის მისწრაფებებს. იმიტომ რომ ძალიან რთულად გამოდის ბავშვი რაღაცა ბავშვური სამყაროდან 7 წლის ასაკში, ძალიან 6-7 წლის ასაკში ძალიან უჭირს ბავშვს აი თავის არაცნობიერთან გამოთხოვება და ამ დროს უხეშმა ჩაარევამ შეიძლება ძალიან დათრგუნოს ბავშვი და შემდგომში უკვე, როდესაც გარდატეხის პერიოდი შემოდის 12-13 წლიდან ეს ლიბიდო როცა უკვე ძლიერდება და სექსუალური მომენტები გაუცნობიერებლად ყველაში იჩენს ხოლმე თავს, აქ არ შეიძლება პრესი ბავშვზე, სახლში ჩაკეტვა და ასე შემდეგ. ზოგში ძალიან მოჭარბებულია, ზოგი ახერხებს სუბლიმაციას, ზოგი ვერ ახერხებს, მაგრამ პირველ რიგში მშობელს უნდა ქონდეს დრო საკუთარი შვილისთვის რა. ის კი არა რომ ფული მისცეს და გაუშვას, მოусმინოს მას, ელაპარაკოს, მასთან ერთად იაროს. პატარა ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია შვილმა სამყარო შეიცნოს დედის დახმარებით. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამაზე სერიოზული კვლევებია დასავლეთ ევროპულ და ამერიკულ ფსიქოლოგიაში. რომ თქვენს გვერდით მოახერხოს მან ინტეგრაცია სამყაროსთან. აი გაუშვით, მაგრამ ახლოს იყავით. შეეშინდება თქვენთან მოვიდეს, რაღაც მოეწონება, არ მოეწონება თქვენთან მოვიდეს და არასოდეს არ უნდა მოიშორო. ბავშვს უნდა აუხსნა ყოველთვის სად რა ხდება. ბავშვი ხშირად ჩვენ ესე გავისვრით ხოლმე სიტყვას და ბავშვი იმახსოვრებს ყველაფერს და მერე მუდმივად შეკითხვებს სვავს, რომ რატომ უთხარი ისე თუ არ იყო ესე. და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დარჩეთ ავტორიტეტად თქვენი შვილისთვის სწორი და ჯანმრთელი დამოკიდებულება, სამართლიანი დამოკიდებულება. თორე ბავშვი თუ დაინახავს, რომ რაღაცა სხვანაირად ხდება და თქვენ სხვანაირად ეუბნებით, შიშის გამო ის ჩაიკეტება რეალურად და უბრალოდ თქვენგან გაიქცევა, თქვენგან წავა, მაგრამ ის მაინც ისე გააგრძელებს ცხოვრებას. ხო, თქვენ დაკარგავთ მას როგორც შვილს და შემდეგ ამბობენ ხოლმე ძნელად ახლესდელი ბავშვები და ასე შემდეგ. თქვენ რა ფსიქიკური მომენტი იწვევს ცვლილებებს? თქვენი აზრით, რა ფსიქიკური მომენტი იწვევს ცვლილებებისადმი შიში, ანუ ცხოვრებაში რო იცვლება რაღაცები. იცით რა არის, ადამიანის ცნობიერება საერთოდ რითი განსხვავდება, რომ იცოდეთ არაცნობიერისგან. არაცნობიერი რომ სულ ესეთი არაპროგნოზირებული რაღაცაა და იქ უამრავი რამ არის გადანახული, ცნობიერება მუდმივად ეძებს სასათბურე პირობებს. და რომ მიეჩვევა რაღაცას მუდმივად უჭირს სიახლის მიღება. აი დააკვირდით, სულ რევოლუციური ესეთი გარდატეხები ხდებოდა ხოლმე სიახლე რო შემოსულიყო. ქრისტესთვის დღეს 20 საუკუნე თავს დებს ცივილიზებული სამყარო და ქრისტიანობა რო შემოსულიყო ცეცხლით დამახვილით შემოვიდა, ხო, იმიტომ რომ რაღაცა ძველი ინგრეოდა. საგანმანათლებლო ეპოქა რთულად შემოვიდა, ხო?
კომუნიზმი ჯერთულად შემოვიდა და მერე განშორება აღარ უნდათ ამ კომუნისტთან. ეხლა რაღაცა სხვა ღირებულებები შემოდის და ისევ ეშინია. ცნობიერება ესეთი რაღაც არის, იმის იმდენად შეზღუდულია, რომ იმდენად ეშინია ყველაფრის, რაც გაურკვეველია, სულ ეძებს სასათბურე პირობებს რა და სულ უნდა რომ რასაც მიჩვეულია იქ იყოს, ხო? აი განსაკუთრებით იგრძნობა ეს ტრადიციულ ერებში, ხო, ეს დაბალი განვითარების მაჩვენებელია, რომ აი რაც მოდი მიუყვეთ იმ გზას, რაც ჩვენმა წინაპრებმა, იმიტომ რომ გათელილი გზაა, გავლილი გზაა და ყველას ეშინია სიახლის და ერთი რომელიც გამოვა ამ სიახლეზე, ხო, მე ყველა მას უპირისპირდება. აი აქ არის ყველაზე კარგად მტერი როგორც თქვენი განსხეულებული უძღურება. რატომ უპირისპირდებით როგორ გონიათ იმ ადამიანს, რომელმაც გაბედა და წავიდა მასის წინააღმდეგ და სიახლისკენ. იმიტომ რომ ქვეცნობიერად თქვენში ყველაშია სურვილი სიახლის, მაგრამ ცნობიერებას ეშინია, იმიტომ რომ მას ესეთი ზარმაცია რა, მას უნდა სასათბურე პიროვნები, კარგად ძილი, მას უნდა გაკვალულ გზაზე სიარული და ამიტომ უპირისპირდება, იმიტომ რომ მასაც უნდა და ამას ვერ აკეთებს და ურჩევნია არ გააკეთოს არავინ. იმიტომ რომ ყოველი ესეთი ტიპის რეფორმატორი, როგორც ქრისტე იყო, ესეთი რევოლუციონერი, როგორც ბუდა იყო, როდესაც ვამბობ ხოლმე რომ ქრისტე იყო რეფორმატორი, ის სხვა მატყუება ხოლმე მოსუნებისგან მუდმივად პრობლემას გვიქმნის. ის კონფლიქტი და ქაოსი, რაც ჩვენ ცხოვრებაშია, სწორედ დაბალი ცნობიერება ქმნის. თუ ვინმე ფიქრობს, რომ მას კონფლიქტი არ აქვს, ნუ იმას ჯერ საერთოდ კიდე მე მგონი ცნობიერებას ჩართული არ აქვს. თქვენ როცა მეზობელი გაღიზიანებთ, მეგობარი გაღიზიანებთ პოლიტიკური ერთ პარტიის დანახვაზე ილანძღებით, მეორე პარტიის დანახვაზე რაღაცა ქებადიდებას ასხავთ, ეს არის სწორედ დაბალი ცნობიერება, ეს ჩვენ გვაწუხებს. დაბალი ცნობიერება ყველაზე მეტად ვლინდება ურთიერთობებში, აი ასოციალურ ურთიერთობებში, ადაპტაციის ნაკლებობაში, ერთმანეთის არატანაში, პირადი ცხოვრების მოუწყებლობაში. წარმოიდგინეთ, ათასობით ადამიანი დადის ჩვენს გვერდით და ვერ ვყოლით ადამიანს, ვისთანაც შეიძლება 3 წელი მაინც გავატაროთ ნორმალურად და ჰარმონიულად. ეს სულ ცნობიერების პრობლემებია. ეს არ არის სხვა ადამიანის პრობლემა, ეს არის სწორედ დაბალი ცნობიერების, შეზღუდული და ჩაკეტილი ცნობიერების პრობლემა, იმიტომ რომ შეზღუდული ცნობიერება, რომლის ცენტრი არის ეგო, ყველგან ეძებს თავის ანალოგს და ეს თქვენი ანალოგი არ არსებობს. ეს ერთი თქვენ ხართ ესეთი. მეორე თავისებურად სხვა არის და აქ უნდა მოხდეს აუცილებლად ჰარმონიული რაღაცა ურთიერთდამოკიდებულება, მაგრამ ეს ძალიან უჭერს შეზღუდულ ცნობიერებას. დაბალ ცნობიერებაზე როცა საუბრობთ, როგორც პრიმიტიული კარგის და ცუდის განზომილების გადალახვის საშუალებაზე თითქოს თამაშს ეთამაშებოდეს, თამაშიდან გასვლაც ისეთივე ილუზორული არ არის თავის მხრივაც. მაღალ ცნობიერება თხომ თავისებურადაა განპირობებული. არა, მაღალი ცნობიერება სწორედ ნიშნავს, რომ ის განპირობებულ საზღვრებს ანგრევს. მოდი განსაზღვროთ რა არის მაღალი ცნობიერება. მაღალი ცნობიერება ეს არ არის ბევრი წიგნი, ბევრი დიპლომი და ხარისხები. მაღალი ცნობიერება ეს არის ცნობიერება, რომელიც ანგრევს თავის განპირობებულობას და აბსოლუტური სინათლეში აქვს საკუთარ არაცნობიერში. ხვდებით რა გულისხმობთ მაღალ ცნობიერებაში? როგორ არ არსებობენ? რო არ არსებობდნენ ამაზე არავინ არ ისაუბრებდა. პროცენტულად ძალიან ცოტაა, მაგრამ ისტორიულად მაღალი ცნობიერება ქრისტეს მდგომარეობა, ბუდას მდგომარეობა, ბუდის მდგომარეობა, კრიშნამურტი, ესენი აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. ყველამ დაიწყო საიდანღაც განვითარება. აი ჩვენი შეცდომა ეგ არის. ჩვენ გონია რომ ისინი განსაკუთრებული რაღაცა სხვა არა. ჩვენ ყველა აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, მე ვხდებით ჭყალებში არაჩვეულებრივები. იმის და მიხედვით რამდენად დიდია ძიება საკუთარი თავის და რამდენად დიდია რეფლექსიის მომენტი. გესმით? ეხლა ის რომ პროცენტულად ცოტა, ეს სულ არ ნიშნავს, რომ ამიტომ არ არსებობს. ეხლა ესეც ადამიანის არჩევანია. უბრალოდ რეალურად ძალიან რთულად მიდის კაცობრიობის განვითარება. ვითარდება ეს მატერიალურ, ტექნიკურ, ინდუსტრიული ბაზა, მაგრამ ძალიან ძნელად მიდის ცნობიერების, იმიტომ რომ ადამიანი მაინც იბადება და ხელახლა ეჯაჭვება, მას უნდა ბევრი ფული, მას უნდა ბევრი სექსი, მას უნდა გარეგნობა, სამსახური, რესპექტაბელურობა. მე მიდის სიბერისკენ, ხვდება რომ ყველაფერს აზრი არ ქონია. მოკვდება, მე ახალი დაიბადება, იგივე სისულელეს ჩადის და ცოტა, მაგრამ ხო არსებობენ სოკრატე მაგალითად, რომელ ეპოქაში დაიწყო, ხო, ჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომელიც დადიოდა, საუბრობდა
ანუ რახან იყვნენ 3 და 5 და კიდე ბევრი იყო, ყველა ხო ცნობილადი სახე არ დარჩა და ყველა ხო ისტორიამ არ შემოგვინახა რა. რახან არსებობდნენ ესეთი ადამიანები, ფაქტია რომ არსებობდნენ. აი ფრომი ჩემი აზრით იყო ძალიან მაღალი ცნობიერების ადამიანი და ძალიან გამორჩეული პიროვნება. რა გზებით შეიძლება გამოვიმუშავოთ მტკიცე ნებისყოფა. ნებისყოფას სიმტკიცე პირდაპირ პროპორციულია თქვენი ცნობიერების ზრდასთან. არის კიდევ ვარჯიშები ნებისყოფაში, ადამიანი კილერს შეიძლება კონდეს ძალიან მაგარი ნებისყოფა. ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული რა მიზანს და რამდენად მიზანი გაქვს დასახული ცხოვრებაში და რამდენად ძლიერია ეს თქვენი მიზანი, მიზნის განსაზღვრულობა. და ამიტომ მე ვფიქრობ, ნებისყოფაც არის და ნებისყოფაც ხო, ნებისყოფა ყოველთვის კარგია, როდესაც ის გამომუშავდება ცნობიერების ზრდასთან მიმართებაში. და აქაც იგივე ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ გესმოდეთ ყოველ წუთს თქვენი ქმედების. როდესაც გესმით, რას აკეთებთ, რას მოიმოქმედებთ, რას გეგმავთ, რას ფიქრობთ, იქ ბუნებრივია, რომ ნებისყოფა ჩართული თავიდან ბოლომდე. მაგრამ თუ ისე მოქმედებთ, აი ზედაპირული ცნობიერებით ხტებით ერთი ფიქრიდან მეორეზე, აქ ვერანაირი ნებისყოფობის გამომუშავება ვერ ხდება. რეალურად ფიქრობ, მაგრამ საერთოდ მოქმედებს. აი მაგაზე არ ვისაუბრეთ ახლა, როდესაც ფიქრობ და გამოგდის. ეხლა რამდენი ვისაუბრე მაგაზე. როდესაც ფიქრობ ერთს და გამოგდის სხვა, ეს ნიშნავს, რომ ჯობია დაანებო ყველანაირ დაგეგმვას თავი, დარჩი ამ ერთ კონკრეტულ მოვლენასთან, როცა მოხდა ეგ, რომ თქვენ სხვა დაგეგმეთ, სხვა გამოგივიდეთ და დაიწყო ფიქრი. საერთოდ თავიდან დაიწყო ფიქრი, საით მივდიოდი, რატომ მივდიოდი, განსაზღვროთ შესაძლებლობები, გონება ეს ილუზორული რამეა, რომ სულ გონია, რომ მას ყველაფერი შეუძლია. ცნობიერებას გონია, რომ სასწაულ სიმაღლეებს დაიპყრობს და ისწრებს და მას ავიწყდება თავისი შესაძლებლობები, თავისი წარსული, თავისი გენეტიკა. რა თქმა უნდა, ხა ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ გენეტიკასაც ცვლის ცნობიერება, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან სერიოზული მუშაობა. ერთ კონკრეტულ მოვლენასთანაც კი რომ დარჩეთ თავიდან ბოლომდე, აი შეიძლება რამოდენიმე დღე დაგჭირდეთ ამაზე, შეიძლება რამოდენიმე საათი. ერთ კონკრეტულ მოვლენასთანაც რომ დარჩეთ და აბსოლუტურად დაიწყოთ ამ მოვლენის გაშლა, გაცნობიერება, დანახვა, ყოველგვარი შეფასების და განსჯის გარეშე, აი მას მიაქციეთ ყურადღება რა, შეფასების და განსჯის გარეშე, ყოველგვარი სორტირების გარეშე, რომ ცუდი იყო თუ კარგი იყო, უბრალოდ მოვლენების ხედვა რომ დაიწყოთ, მომენტალურად მიხვდებით, რომ უზარმაზარი ტრანსფორმაცია დაიწყო თქვენ ცნობიერებაში. მაგრამ ჩვენი უბედურება რა არის, ერთი მოვლენა ბოლომდე არ არის გაცნობიერებული, ხტება ფიქრი მეორე მოვლენაზე, მესამე მოვლენაზე. ამიტომ აი დაჯექი და დაიწყე ფიქრი საკუთარ რაღაც კონკრეტულ მოვლენებზე რა. ერთ კონკრეტულზე, აი სულ ვამბობ, ახლა 1000 ფიქრს ვერ გავაკონტროლებ, აიღე ერთი ფიქრი და მიიღები. აბა საიდან მოდის, რა უნდა, რას გეუბნება, რატო გაწვალებს, რატო გიცვლის მთელ ხასიათს და ნებელობას და ყველაფერს. ახლა დაბალ ცნობიერებაში საერთოდ რომელ ნებელობაზეა საუბარი? მონასტერში რო ცხოვრობდი, ერთ რამეს დავაკვირდი რა. იყვნენ იქ ადამიანები, რომლებიც ძალიან სწრაფად აღწევენ იერარქიულ წინსვლას. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გარეგნულად, კარგად ადვილად ინარჩუნებენ აი წესებს და იმ რაღაც მთელ როგორც არის რა, მონასტრულ შიდა განაწეს ადვილად ემორჩილებიან, ხდებიან სრულიად მორჩილები გარეგნულად, თითქოს ჩანს რომ მათ ნებისყოფაც ძლიერი აქვს და იერარქიულად ადიან და ადიან მაღლა. აი მე რო ავა ეს ადამიანი იერარქიულად და აკვირდები მას, ხო მე უცებ ხვდები რომ ამ ადამიანის ცნობიერება სინამდვილეში დიდად არ განვითარებულა იმ არქაული ადამიანიდან. და ამ დროს იწყებ ფიქრს, აი რა ხდება, როგორ მოახერხა მან გარეგნულად მხოლოდ აი ამის შენარჩუნება. არიან უბრალოდ ესეთი ნაკლებად ენერგიული ადამიანები, ნაკლებად მაძლებელი ადამიანები, ისედაც არიან ცხოვრებაში, აი ორი ბავშვიდან ერთი შეიძლება იყოს სულ მოძრავი, სულ უჭირდეს რაღაცის შეგუება სკოლაშიც, ხო? და მეორე უბრალოდ იждდეს და ადვილად შეეძლოს ატანა გარეგნული წესებით. აი აქ ყოველთვის ვტყუვდებით ჩვენ და გონია რომ ის რომელიც ყტუნაობს, ის რომელიც რაღაცა სულ მოქმედებაში ისე არ იქცევა როგორც ჩვენ გონია, ის არის რაღაცა რთული და ვერ ვაგებინებ და ის რომელიც ჩუმად არის და გეთანხმება, გონია რომ ის რაღაცას აღწევს.
ამ დროს დადგება მომენტი და ხვდები რომ ის რომელიც გეგონა რომ სულ ქაოსში იყო უცებ ხდება ძალიან ტრანსფორმირებული ადამიანი და ის მეორე ადამიანი თითქმის ფსიქოპატის დონეზე ეცემა. აი მონასტერში ეს დაკვირვება მქონდა რომ ისეთი აგრესიულები ხდებიან შემდგომში უკვე იერარქიაში ისეთი დაუნდობლები ხდებიან რომ გაოგნებული ხარ ეს ის არ იყო მაგრამ ყველა წესს რო იცავდა ანუ ჩემზე მაგრა შეეძლო 3 საათი ლოცვაზე დგომა, დაუშვათ გაჭიმულს, ხმარა მოეყო, ნუ ესეთი იერით რო ლოცულობდა, აი მან საინტერესოა მის შიგნით რა პროცესები მიდიოდა გესმის. აი ეს არის ყოველთვის პოლიტიკაშიც ესე ხდება, თანამდებობებზეც ესე ხდება, დირექტორი რაღაც ესეთი ადამიანები თომ გარედან ყველა წესს იცავს ხო რაღაც ესეთი რესპექტაბელური ტიპები და ამ დროს აკვირდები და ხდები რომ სრულიად დეგრადირებული ადამიანები ისე ადამიანი კვდება მასში რა ანუ აქ სავარაუდოდ ჩემი აზრით ხდება სწორედ იმ ლიბიდოს ტრანსფორმაცია კი არა მისი სრული ჩაკლა ანუ სუბლიმაცია კი არ მიდის აი სერიოზული წნეხი მიდის მასზე რა თქმა უნდა ესეც ერთგვარი ნებისყოფაა და აჩერებ ამ გრძნობით სფეროს გონება მოდის წინა პლანზე მაგრამ გამოცდილება მოაქვს მხოლოდ ლიბიდოს სუბლიმაციას. ლიბიდოს სუბლიმაცია ეს არის ცალსახად აუცილებელი. იმიტომ რომ სწორედ ამის ეს არის სასიცოცხლო ენერგია. ლიბიდოს მეარსების აროებს საზღვრავს როგორც სექსუალური ენერგია. იუნგმა განსაზღვრა როგორც სასიცოცხლო ენერგია. თუმცა მოსახლეობა როგორც უბრალოდ სექსუალური ენერგიას, მაგრამ მე ხა ყველა ატრიალებს ხოლმე წინ და უკან ესეთი ადამიანების ფრაზებს ყველა დილეტანტი ამაზე საუბრობს. ეს არის ზოგადად სასიცოცხლო ენერგია, რომელიც უნდა გამოვიდეს, აი იუნგი რო ამბობდა, რომ ზოგი ბავშვი ბრჭყალებში კრიმინალად იბადება, ეს მათი გზაა და უნდა გაიარონ და შემდგომში ხდება ამ ბავშვის აბსოლუტური ნორმალიზება. ზოგი პირიქით, ხო? და როცა შენ ამ ყველაფერს ჩაკლავ, აბსოლუტურად დაწრგუნავ და რეპრესირებულად გაუშვებ შენს არაცნობიერში, ის უკვე გიბრუნდება აგრესიის სახით. ის უკვე გიბრუნდება აი ძალიან ესეთი არასოციალური ადამიანის სახით და მონასტერი, სასულიერო იერარქია, პოლიტიკა ეს ძალიან კარგი თავშესაფარია ესეთი ასოციალური ტიპებისთვის. ხო, რატო იცი მე ვარ ხა პოლიტიკოსი, პარლამენტარი ვარ და ნუ არ გამოვდივარ, საქმე მაქვს, მუშაობ, ხო? ამ დროს კი ეთყობა ახლა ქვეყანას ვინ რას მუშაობს, ხო? ან მინისტრი, რომელიც არ ხვდება, არ ელაპარაკება არავის და უცებ ნათესავი ფიქრობს, რომ რამ შეცვალა. არა, ეს ადამიანი არ შეცვლილა, ეს ადამიანი ესეთი იყო. ეს ადამიანი აქეთკენ მიდიოდა, მან ჩაკლა თავის თავში ადამიანობა. მან ეს ყველაფერი, ეს მთელი სასიცოცხლო ენერგია, ეს მთელი ეს სექსუალური მოტივები, მთელი ეს ირაციონალური მოტივები ისე რეპრესირებულად გაუშვა არაცნობიერში და მივიღეთ ესე ძალიან დაპატარავებული ადამიანები. მაგრამ დააკვირდით, რომ ესეთები მოსწონთ ჩინოვნიკებად, ესეთები მოსწონთ, იმიტომ რომ მართლმადიდებლად ესენი კარგია. რაღაცა მანქანაა ესეთი შექმნილი, რომელსაც სწორედ ესეთი ადამიანები ჭირდება და სწორედ ამიტომ არის, რომ აი ძალიან ფუნდამენტალურად შესაძლებელია, ფუნდამენტური ტრანსფორმაცია ჭირდება კაცობრიობას რა. ერთი იდეოლოგია რო შეცვალო მეორედ, იმიტომ არ ვიღებთ არაფერს, ისევ იგივე წინას ვიღებთ ხოლმე სათავეში, ხო? ადამიანები იბრძვიან რევოლუციებს აწყობენ, ომებს აწყობენ და ჩაწყნარდება ყველაფერი და ვიღაცას გადააბარებენ. რომ ისაუბრობდა ხოლმე მე-20 საუკუნე როგორი ქარიშხლიანი იყო, ხო? ამდენი რევოლუციები, მანამდე კიდე რევოლუციები წინა საუკუნეებში ეს საფრანგეთის რევოლუციები წამოყვა ევროპული ტალღა, შემდეგ ეს ბოლშევიკური რევოლუცია, რამდენი სისხლი დაიღვარა და მე მშვიდად იქ გერმანელებმა გადააბარეს ყველაფერი ჰიტლერს და ამ საბჭოელებმა სტალინს და ისევ დაიძინა ხალხმა, ვისთვის დაიღვარა სისხლი. ანუ მეფეს გამოგლიჩე და მიეცი ისევ ვიღაცას. გესმით, ეს ძალიან ესეთი ძალიან დასაფიქრებელი მომენტია რა, ძალიან დასაფიქრებელი ყოველი ადამიანისგან, რომ არ გახდემ მსხვერპლი, ნუ ჯერჯერობით რასაც ხედავ, ყველა თაობა მაგის მსხვერპლია. აი საქართველოში ხელისუფლება მუდამ იცვლება, მაგრამ ცხოვრება არ იცვლება. ხო, მაგიტომ რომ ჩვენი დამოკიდებულება არ იცვლება, ჩვენში სუბლიმაცია არ მიდის, ჩვენში ინდივიდუალური ზრდა არ მიდის, ინდივიდუალური ზრდა შობს სამოქალაქო საზოგადოებას. სამოქალაქო საზოგადოება ეს არ არის მძინარე ადამიანი, რომელიც ელოდება იქ ხელისუფლება რას იზავს. სამოქალაქო საზოგადოება ზუსტად იცის, რომ უნდა აიზულოს ხელისუფლება რაღაც გააკეთებინოს და აი აქამდე მისვლა ძალიან რთული არა. ყველაზე რთული აღმოჩნდა სწორედ მასის ტრანსფორმაცია.
იმიტომ რომ საქართველოში შეიძლება იყოს 200 ადამიანი ძალიან ესეთი ტრანსფორმირებული, მაგრამ ამინც ვერ ცვლის ქვეყნის ცხოვრებაში. უბრალოდ შენ შეგიძლია შენ ცხოვრებაში შეცვალო და ზოგადად მაინც არ არის განსაკუთრებული, მე ყოველთვის მქონდეს, მაგრამ შენზე არ არის მიზანი დამოკიდებული, თუმცა ძიმს გახსოვს. ეს უკვე იმაზეა, რამდენად დიდია მიზანი, რამდენად დიდია. მაგრამ ამბიციურობის ხარისხი განსაზღვრავს რა ადამიანი. ამბიცია არის პირველი შემოფერხებელი ადამიანის ფსიქიკურ განვითარებაში. მაგრამ კარიერში ხო არის? კარიერში კი ბატონო. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანი ვერ შედგება, რაც არ უნდა მაღალცნობიერების იყოს, ხო? სიტყვაზე. თუ კი მას ამბიცია არა, ძალიან გთხოვთ, ეხლა აი აბსოლუტურად სხვა რამეს საუბრობ. ნების ყოფა თუ აქვს ადამიანს. მაღალი ცნობიერების ამბიცია, ის მაინც შეიძლება ვერ შედგეს. სიტყვაზე თვითონ პიროვნება შედგეს, მაგრამ კარიერის და რეალურად შეხვევით ხდება, იმიტომ რომ მაღალი ცნობიერების ადამიანი აღარასოდეს აღარ არის ამბიციური. მაღალი ცნობიერება ამარცხებს ამბიციას. ამბიცია ეს არის ჯერ ისევ დაბალი ცნობიერება, რომელიც სადღაც მიდის და გონია რომ რაღაც ისე მე რაღაც წორად ვერ გავიგე. რა თქმა უნდა ეს ანუ მაგალი ეძახის რა, ესე იგი როცა მაღალი კარგი, ეხლა ისე ვისაუბრ